საღამოშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი ტრადიციულად ყოველ პარასკევს ხვდებით ამ სტუდიაში ერთმანეთს. ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საოლქაძე და ლაშა სილადავა მუდმივი წამყვანები ვართ თქვენთან ერთად და ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები რეზო არველაძე, წარდგენა არ ჭირდება ფეხბურთის მოყვარულთათვის ვინც არის, დიდი მადლობა რეზო ჩვენთან ერთად რო ხარ და ყავს ცოტა ცუთხასიათზე მყოფი მიშა ახვლედიანი, რომელსაც კარგ პერიოდში არ მოუწია აქ მოსვლა, იმიტომ რომ ჯერ ყველა იმედები რეალს გადაწურული არ აქვს, მაგრამ გვეტყვის რისი შანსები და რისი იმედები დარჩა. სანამ გადაცემას დავიწყებთ, სამაგიეროდ ლეიკერსი თამაშობს კარგად. ხო. კი ბატონო, ამას ყველაფერს მოვყვებით, მაგრამ გადაცემის დასაწყისში სანამ რამე თემებზე ვისაუბრებთ, თავარი საკითხი არის, რომ საშა ჩივაძეს უნდა მიულოცოთ იუბილე 70 წლის გახდა, ჩვენი საყვარელი კაპიტანი, ფეხბურთის პროფესორი და ქართული ფეხბურთის ყველაზე მოგებული, ყველაზე მთავარი თასის ამწევი საშა ჩივაძე, რომელსაც აქედან დიდ სიყვარულს უცხადებთ, მისი ყველა მომენტი გვახსოვს, ყველაფერი გვახსოვს, მისი ელეგანტური წელში გამართული თამაში, დღესაც ვიცით რომ ფეხბურთით ცხოვრობს ეს კაცი და ვეფერებით აქედან და მოკითხვას უთვლით. კი ბატონო, მე ისეც პირადადაც მიულოცე და აქედანაც სიამოვნებით უერთები მოლოცვებს. უერთებით. სიამოვნებით ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, მისი თავისი არაჩვეულებრივი ოჯახს მიულოცოთ საშას დაბადების დღე და ღმერთმა სულ კარგად გვიმყოფოს. კარგი, ახლა გადავიდეთ ახალ ამბებზე და თქვენი მოსაზრებები. ალბათ ხვიჩათი დავიწყოთ, ხო? გასაკვირველი. უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ხვიჩათი იყო, მოდი, მე ახლა სანამ უშუალოდ ამ მატჩს შევეხები, ხო? ამ ორ ადამიანს არ მისცემია საშუალება ჩვენთან ყოველ შემთხვევაში რომ მეთქვა, როგორ შეხვდით ამ ტრანსფერს, იმიტომ რომ არაერთგვაროვანი იყო, ხო? ზოგი ძახდა რა უნდოდა იქ, რატო წავიდა. ზევან რა არის, იცი, მე მგონი უკვე ვისაც ეკითხება და არ ეკითხება, ვინცაც ესმის და არ ესმის, აი ყველა ლაპარაკობს ფეხბურთზე და ნუ აი არჩევენ და ისეთ სისულელეებს იძახიან, ნუ გეგონება ხა ადამიანმა, ვისაც მართლა რაღაცა ესმის, არ შეიძლება რომ რაღაცა შეცდომა დაუშვას. მაგალითად ვიღაცამ თქვა რომ არ ვარგოდა ეს. მე ვისურვებდი რომ გადასულიყო ინგლისში. ეხლა რომ გაფრინდა ეს ბავშვი და მაგრად თამაშობს, შენ არ იძახოდი რომ ინგლისში რომ გადასულიყო, ეგ ჯობდაო? ან ვიღაცამ თქვა რომ რა მნიშვნელობა ყველა ტრანსფერი ზოგადად უკეთეს გუნდში გადასვლის თანაბარ გუნდში გადასვლის, უკეთეს ჩემპიონატში. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები და ყველაფერი არის რისკებთან დაკავშირებული. შეუძლებელია, მე მინახია ფეხბურთელები, რომელიც 100 მილიონად გადასულა რეალში, ან გადასულა, ნუ ხა რეალზე დიდი გუნდი ხა, კლუბი იდეაში არ არის, ხო? აი მანჩესტერ იუნაიტედში, რომელიც 10 წელიწადია ფაქტიურად ვერაფერს ვერ აკეთებს. იმის წასვლის მერე ვინ არ ყოლიათ რომელიც ძნელი არ მოიყვანეს. ესე რომ შეხედო ყველა ეს ტრანსფერი და ყველა ეს წვრთნელის მოყვანა გამოდის რომ ყველაფერი არასწორი იყო, ხო? და ფეხბურთში ზოგადად ნუ სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში ეგ ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული. აი რამდენიც გინდა იმდენი იუვენტუსი ავიღოთ. აგერ ხო შარშან მოტაზე ლაპარაკობდა მთელი მსოფლიო. იტალიის ნაკრებში ნათამაშები, ნუ ფაქტიურად იტალიელი კაცი, ხო კი არის წარმოშობით ბრაზილიელი. ესეთი კაი ბოლონია გააკეთა, ხო? შვენიერი გუნდი გააკეთა 20-ში. აგერ გამოყოლი, მაგის გამოყოლი ისე ხო? ის ხო, იტალიანი თუ რაგვარია, ხო? ხო და აი არ გაამართლა რა. ეხლა ვერავით ვერ დავიჯერებ რომ ტუდორზე ცუდი მწვრთნელი არის, რა ქვია. კი, აი ეგეთაბა ხვიჩას რომ დაუბრუნდეთ, ხო? ამ წუთისთვის დღეს როგორც მიდის ყველაფერი, ხო? ფაქტია რომ გაამართლა რა, ფაქტია რომ სწორია, ფაქტია რომ ჯერ ეგერთი ხა მაგ სიღრმეებში ხო მაინც არ მიდის ხალხი რა. ლუის ენრიკე მწვრთნელია რა. აი ხო ხედავ დაბალანსებული გუნდი ყავს. ახლა გუშინ მაგალითად ორი ცველი აკვდა რა. ფაქტიურად მარკინიუსი არ იყო იდეაში კიმბემბეც ითვლებოდა რომ ძირითადის მცველი იყო ფერნანდესიც ითვლებოდა რომ მაგისტვის მივიდა იქ რომ ძირითადში ეთამაშა მაგრამ
ისეთ დაბალანსებული ყავს დაუშვათ ჩეტევა, გამოიცნო შემადგენლობა არ დააყენა ბარკოლა, დააყენა ის 19 წლის ბიჭი დიზირე დუე, ხო? თუ არ ვწდები. ფაქტიურად იმ ბიჭმა აი უსწრაფი ერთით, ხო? ძალიან დიდი გარდატეხა შეიტანა. ხა წარმოიდგინე ხა 1-0 მორჩებული იყო პირველი ტაიმი და როგორ გართულდებოდა ხა თავიდან ხა ეს უნაი ემერიც ხო ის არ არის, რა ქვია, სხვა პროფესიის კაცი ხო? ამიტომ დღეს ქუჩას მარტო ტრანსფერს რო შევეხოთ და არა იმას რასაც აკეთებს, რა. ნუ ფაქტიურად თან ერთმანეთთანაც თამაშები აქვს. კი, აბა. სწორად მიშა შერას გეტყვი, აი პირველი ემოცია რა ქონდა. ეხლა გასაგებია, აბსოლუტურად ვეთანხმებით რეზოს და ეგრეც არის რომ გამოვიდა რომ ძალიან კარგად მივიდა, კარგად შეეწყო გუნდს, აგერო საუკეთესო მოთამაშე პირველი საპლეიოფო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. ო ეს რაც არ ჩაუთვალეს ის ფანტასტიკა. აი თავიდან რომ გაიგერო პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. მე ნაპოლიში როცა იყო ხვიჩა, მაშინ უკვე ვიცოდი რომ პარი სენ-ჟერმენი შეუტევდა აუცილებლად. და რატომღაც მეგონა რომ უფრო სკეპტიკურად ვიყავი რა, ვიდრე იმიტომ რომ ვიცოდი რომ ფული მაგათა აქვთ. ესპანელები ვერ იყიდნენ და თუ წავიდოდა ინგლისში. სხვა შანსი არ იყო. იტალიელებიც არ იყვნენ, რომ იტალიაში სხვაგან გადასვლელი არ იყო. შესაბამისად იყო აი პოტენციურად ფული და მე მეგონა რომ უფრო კარგი იქნებოდა რომ წასულიყო დაუშვათ სხვაგან ინგლისში უფრო. მაგრამ ნუ ეხლა რა სტრესი იძახის რა. უკვე სხვა შედეგებია. თან ამბიც ისეთ ტრაექტორია აქვს. ეხლა არ არის რა ხშირია ეხლა რომ სადღაც ჩადიხარ იტალიაში ჩახვედი ეგრევე საიდან ბათუმიდან და საუკეთესო ფეხბურთელი ხდები და მარადონას მე და ჩემპიონი ხდი გუნდს. რა, მე უცებ გადადიხარ PSG-ში, რომლიდანაც გაიქცა ყველა. გაიქცა. პაპეც გაიქცა. მესიც გაიქცა, ხო, საუკეთესო ყველა გაიქცა. თან როგორ გაიქცა, იცის, თან შტვენით გაიქცა სულ ყველა მთელი სტადიონი. ჩადიხარ და იქ აკეთებ იმას, რასაც ნაპოლიში აკეთებდი, ან კიდე უკვე შეიძლება უკეთესად. არა, იქ გაზრდილია, აშკარად გაზრდილია. გაზრდილია, რაღაცა ისეთი მომენტები და ისეთი თავდაჯერება დავინახე ყოველ შემთხვევაში. იცი რას ვფიქრობ მაგ გაზდასთან დაკავშირებით? რაც არ უნდა მაგრა ეთამაშა ხვიჩას იქ ნეაპოლში, დაწყებული ხელფასის თემიდან, დამთავრებული სამი მწვრთნელის შეცვლით. სტრესიც მიყვებოდა რა მაგის იმ ერთ წელიწადს. ერთი წელი ორნახევარი ერთი დაგლიჯა და მეორე იყო სტრესი თქო რა მაგას ვიცი რა. ხელფას ანუ ფეხბურთელი თავისუფალი არ იყო რა ტვინი მაგისი რაღაც ფიქრობდი ხა ოჯახი ის რაღაც ყველაფერი ხო მოქმედებს არა. აქ როგორ ჩანს ეხა მარტო ერთი საფიქრალი აქვს რომ ფეხბურთზე და ბურთთან მოედანზე რას გააკეთებს და ესეც მოქმედებს. სუზედმეტია ეხა აი ასე ვთქვათ იმ დონეზე ლაპარაკი რა დონეზეც თამაშობს ის კვარა რა. ნუ ფაქტიურად არაფერი აღარ დარჩა რა. ხო, მაგაზე ზერო ნუ აი სოფლიო ჩემპიონატზე რომ გაფრინდები და იმაზე ხო და აქვე მინდა ვთქვა რომ სხვა ჩვენი ფეხბურთელებიც ძალიან კარგად გამოიყურებიან. განსაკუთრებით ეხა ესე არ მინდა რომ ვინმე გამოჩეს, მაგრამ აი მაგალითად ეხა ჩემპიონთა ლიგის თამაშია რა, ლიონი მანჩესტერ იუნაიტედი რა. ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე წლის წინ სხვაგან არ გადართავდი, ხო? დიდი ლიონი და მანჩესტერ იუნაიტედი რო თავა, გუშინ მაგალითად თელი ორი ტაიმი ითამა სპორტინგში ფეხბურთელის გადასვლაც ჩემი აზრით კი რა თქმა უნდა მოვლენა გრანდში გაბა ხო გრანდია სპორტინგი ყოველ შემთხვევაში სულ არის გრანდი იმ სამ გუნდში სულ არის შეიძლება ბენფიკა და პორტო არ არის მაგრამ არც ნაკლები არ არის და ეხლა ამ ბოლო წლებში შეიძლება ხმამარდაც თუ დარჩა ვალენსია უმაღლეს ლიგაში ჩათვალე რომ რეალთან მოგებულმა თამაშმა აი მარტო მოგებულმა თამაშმა დატოვა იქ კიდე იქ ბევრი არავინ არ მინდა გამომჩეს რა ჩაკვეტაძე რომ სამწუხაროდ ეხა დამთავრდა მინდა რომ სულ ყველას
ასე ვთქვათ, დამსახურებები ეს ჩვენ მე რაღაცა კიდე რამდენიმე ბიჭის ჩვენების გოლებსაც მოდი ჩაგვირთონ პარის სენ-ჟერმენის ბოლო მატჩი და თან იქ კიდევ რაღაცებს ვნახავთ, უფრო მოგვინდება საუბარი და მე ბიზნეს და მიშას დავეთახებ, ესე იგი ეხლა უკვე სხვა დონეზეა თვითრწმენა აქვსო და ეს ეხლა ფეხბურთში ხო ნეაპოლში პირველი სეზონია სწორი თქვი ბათუმიდან ჩასულს იმხელა მოლოდინები ხალხს არ ქონდა მათ შორის ჩვენც ხო ნებისმიერი რაღაც კარგი პოზიტიური მომენტი დაგვაკმაყოფილებდა და ეხლა უკვე იქ რო არის იმ დონეზეა წარმოჩენილი რომ ჩვეულებრივი თამაში რიგითი თამაში უკვე არავის აღარ გვაქვს პირველ სეზონში ისე აწია პლანკა ო მაგას ვიზახ ნებისმიერი მაგის 8-ზე ნათამაშები და 7-ზე ნათამაშები და 6-ზე ნათამაშები თამაში უკვე იქნებოდა ძალიან ძნელი ხო მეორე სეზონი ძალიან ძნელი მაგას თუნდაც არ უთამაშია მაგრამ პირველი ისე ითამაშა ხო 7-იანი უკვე თუნდაც ითვლებოდა ხო ესე იმიტომ ხო და ეხლა რატო არის ეს დასაფასებელი რაცა გააკეთა იმიტომ რომ უკვე ყველა ელოდება მისგან აი ასეთ თამაშს და როგორც წესი ასეთ თამაშს როცა ელოდებიან ხო უფრო დიდი წნეხია და უფრო რთულია მე და თამაშობს აი მაგალითად ესეც მინდა ვთქვა არა რომ აი ამდენი წელიწადია დემბელეს უყურებთ ხო რომელიც აი ეს დორტმუნდის ერთი წელი რო ავიღოთ სადაც დაიწყო პრინციპში თამაში მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო ახლა მე ბარსელონის გულისთვის ყველა შაბათ-კვირას თამაშზე წამსვლელი ვიყავი არსად საბოლოო ჯამში ესეთი ეფექტური დემბელე არ ყოფილა როგორც ეხლა არა აი უკვე პოზიციებს იცვლის და აი ყვარას სასახელოთაც მინდა იქ თქვა რა რომ ჩვენ ყველა ფიქრობდით რა დღესაც ეგრე ვფიქრობ მაგის არა ნუ მაგის საუკეთესო პოზიცია არის მარცხენა გარემარბი ხო მაგრამ აი ლუის ენრიკეს ხელში ხო ცენტრფორვარდ აი იმ გოლს რო აგდებს თუ გახსოვს რა რო ატყილებს და მარცხენათი აგდებს შუიდან რო ისწორებს მან ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა მეორე ტაიმი მარჯვნიდან თამაშობს მარცხნიდან თამაშობს ეს როტაცია რაც აი ამის ამ 4-5 კაცს ერთადერთი ეს გონსალო რამოსია რომელსაც ცხრიანის გარდა ხო მაგრამ ნუ იქნება თანახმა ეგ კაცი მაგ ხელფასით იყოს მე-12 ფეხბურთელი რა არა თქვენს დაწერეთ ხო დანარჩენ ცხრიანი მაინც დაჭირდებათ რაღაც მომენტში ოსიმენი უნდა თუ და ხო ოსიმენი თუ უნდათ ეგ კონკურენციას გაზის და ჩვენ გვაწყობს რომ იყოს გონსალო რამოსი კარგად თამაშობენ აგერ ეს ზუსტად მაგას ამბობდნენ შვენიურად ხო და ფაბიან რუისი ვიტინია აი რომელიც მიიყვანეს მესის და ნეიმარის და იმის დროს, მაგრამ ესეთი ეფექტური და ესეთი კარგი მაშინ არასოდეს. ხო, იმიტომ რომ იქ ვერატი იყო ძირითადი ტიპი და განპირობებელი და უშუალოდ გამნაწილებელი და ვერატის ირგვლივ კეთდებოდა ეგ რაღაც ახალი ბევრი ისენი. ეს ტყვიასავით არიან ეს მარჯვენა და მარცხენა ისენი, რა ქვია, მცველები რა. ეს მენდეშიც და აქეთ ეს ჰაკიმის რა. იმიტომ რომ თუ გახსოვს ძველი პარის სენ-ჟერმენის დროს ვეღარ ერეოდენ რა 4 და 5 კაცი კონტრჩეტევებს, იმიტომ არც ერთი უკან არ მორბოდა ისინი რა. ხა მესი ხე უკან სარბენად ხო არ მიიყვანეს იქ წინ. ხო და არც ნეიმარი და არც ზბაპე. ნეიმარიც ბუნებრივ დიმარია რო გაუშვეს ერთ-ერთი კაცი იყო, ვინც უკან დარბოდა, ისიც გაუშვეს რა გუნდიდან რა. ხო და ეხლანდელი პარის სენ-ჟერმენი მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ესე თუ ავწონით სახელებით იჯობდა. ხო, სამ რასაკვირველია. მაგრამ ახალი გუნდია, მწვრთნელის გუნდია და ყველაზე სასიხარულო ეს არის, რომ აი ყვარა აი ამ ტაქტიკურათაც ხო ხედავ რომ რაციონალურია რა, მიცა, მე აფეთქდება, მე მიცემს. მე სხვანაირად თამაშობენ რა და უბურთოთ როგორ თამაშობენ. ლუის ენრიკე მე გავნიშნე. დაცვაში როგორ თამაშობენ. ვერ უტევს გესმის. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. სხვანაირად ხო. საფრანგეთში ფაქტიურად აი ესეთ გამოკვეთილი მეორე გუნდი, მესამე გუნდი არ არსებობს. ერთ წელიწად შეიძლება ლანსი იყოს, მეორე წელიწად მონაკო იყოს, იდეაში მარსელია ხო, თავი ბოლო ხა საფრანგეთი რაც ჩვენ გვახსოვს ყოველ შემთხვევაში წლების წინ, ჯერ მარსელი იყო და მე იყო ყველა დანარჩენი. პარის სენ-ჟერმენიც ეხა ნუ რა ისტორიის არა გუშინ წინ გაკეთებული გუნდი ახლა. მაგრამ
უყურე იქ არ არსებობს იტალიაში. სუ არის იუვენტუსი, სუ არის ინტერი, სუ არის მილანი, სუ არის ნაპოლი, 1-4-5 გუნდი სულ არის. აქ ეხა ეს მაგიტომ არ მინდოდა რომ წასულიყო ხო და აგერ არის სამაგიეროდ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. თასის ფინალში გავა, თითქმის ყოველ წელიწად ჩემპიონი გახდება და გუნდი და საუკეთესო მოთამაშის კანდიდატურა იქნება, იმიტომ რომ ეხა იმ ლანსიდან ხო არ არჩევ ჩემპიონი გახდება, შენ რო სადღაც შენ რო აი პირველი წელი რო ახსენეთ თქვენ ნაპოლის ყვარას თითქმის ყველა გამოკითხვაში თავისი ადგილი ქონდა ხო რატო? იმიტომ რომ ნაპოლი ჩემპიონი გახდა. აბარა. ხო, იმიტომ რომ თვითონ სერიას ფეხბურთელი გახდა საუკეთესო. შენ როდესაც გინდა რომ ჩვენ როდესაც გვინდა რომ ძალიან დიდ ფორუმებში ყვარას და ჩვენი ქართველი ფეხბურთელების ნებისმიერის სახელი მოხდეს, იმას ზურგს იმ სეზონში უნდა უმაგრებდეს ტიტული რა. ხო, ყვარა ხო არ არის ფეხბურთელი 65 გოლი რომ ისე შეაგდოს, ის ხო არ არის, რა ქვია, ცენტრფორვარდი და ყრიდეს და ყრიდეს და ეს არის თამაში ვინც აკეთებს, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ამის ერთობლიობა მნიშვნელოვანია. Paris Saint-Germain მაგისთვის, ხა Manchester United კი უფრო დიდი გუნდია. Paris Saint-Germain-ზე დაუშვათ და მაგარი ტრანსფერი იქნებოდა და ყველა ჯობია იქ ვინც არის. სიმართლე თუ გაინტერესებს, თუ ყველა თავის რეშფორდიანა რომელიც გაუშვეს. მაგრამ სად Paris Saint-Germain-ის დონის ისა რა ქვია სეზონი და სად ახლა Manchester United მე-12 ადგილზეა, ხო, სად არის პრემიერ ლიგაში? კი. ეს რა შეუგდა. ნიუკასლს ვერ შევადარებ ხა. სიტიშიც ითამაშებდა მშვენი. არა, სიტიში როგორ ვერ ითამაშებდა. გვარდიოლას. მით უმეტეს ამან როგორ შეიძლება გვარდიოლას ვერ ითამაშებდა. ყველა ხუთივეში ლივერპულშიც კი, მაგრამ აი გვარდიოლას ფეხბურთელი უფროა. კი, გვარდიოლასიც არის და არა, გრილიში არის, ო, გვარდიოლას ფეხბურთელი და სადაა? არა, გრილის ჯობია ხა. გრილიში ფოტო მე გეუბნები იმითი, რა ქვია? გემოთი რა, გრილიში ხო ეს არის, რა ქვია, რა და სად არის? ბევრმა მწოთნელმა მიბაძა ეხა რა, ათუნ ეხა მაგას ლაპარაკი. როდესაც სადაც 70-იან წლებში ვიღაცამ მიხელსის რაღაცა გზა აირჩია. მანამდე ელინიური როსი და გზა აირჩია, მე რაღაცა იტალიური კატენაჩოები იყო მოდაში, ესე ვთქვათ, ტრაპატონები და კაპელოები და ბაიერ მიუნხენში წაიყვანეს ტრაპატონი წარმოიდგინე ხა ბაიერ მიუნხენში 28 წლის ნაგრესმანი დანიშნეს და ისიც ჩემპიონი გახდა და რა თქმა უნდა ტრაპატონი ჩამოყვანა იქიდან. მაგრამ მაშინ იტალიური ფეხბურთი დომინირებდა, იტალიელი მწვრთნელები საკი, კაპელო, ტრაპატონი ეგენი ითვლებოდნენ რომ სოფლიოში იყვნენ საუკეთესო და სოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმაც ადგა და ტრაპატონი ხო ჩამოიყვანა. ინგლისის ჩემპიონატი რატო არის დღეს ყველაზე კაი ჩემპიონატი? საბოლოოდ რაღაცა 10-15 წლის წინ გადაწყვიტეს რომ უფრო მრავალფეროვანი გამختارიყო რა გაგებით რა ანუ უცხოელი ფეხბურთელები, ბევრი კულტურა, სხვადასხვანაირი, ვანგალი, პორტუგალიელები, გვარდიოლა, იტალიელები, თან ისეთი იტალიელები რა, მაინც დაცვაზე და იმაზე შორს არ მიდიხარ. მაგპერიოდში გეთანხმები. შორს არ მიდიხარ. დღეს არ გეთანხმები. ისა რა ქვია. დღეს არ გეთანხმები, თორე მაგპერიოდში გეთანხმები და საუკეთესო იყო ბევრი. აი, მე მინახია გაფეტიშებული ინგლისელი ფეხბურთელები ეხა კი რა ცუც კი არ ვიძახი და ეხა ვინმეს კი არ ვადრიმა. რა ფეხბურთელები ეგ მთელი ინგლისი ერთი კითხულობდი ხო ლიტისიერი ყავთ ერთი ფეხბურთელი აუ ლიტი საუთემპტონს ვერ გახსნა გიოსო და ქვინიზე გიждდებოდნენ და იმაზე უეროსლერზე მანჩესტერ სიტიში просто გიო მივიდა მე მოაწყვილა ყველა იქა და დაავიწყა ისა რა ქვია ქვინი რო ყავდა ხო კაი რა ქვინი და არ გახსოვს დიკანიო ჩავიდა და დღემდე არის ისა ზეგლაუდიას იმაში რა ქვია კრაუჩი და კიდე მეორე ყავდათ ერთი ისა რა ქვია ჯანიანი ბიჭი იყო რა ვახ დამავიწყე მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს რა აი დაახლოებით ხო და ეხა სხვანაირი ფეხბურთია ნახე როგორია ინგლისი გარემარბები როგორ თამაშობენ ცენტრალური მცველები ხო გადმოიღეს იმათ საჭიროა რაღაცა კი მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ ეხლა პრემიერ ლიგა ყველაზე კარგი აი ეგ უნდა მეთქოს იმ პერიოდში რა გვარების გაასახელე კი არა არ ვიცი არა მე ცოტა უფრო გათანაბრდა ნუ ლიგა შეიძლება თანა არ ვიცი ის გუნდების თვალსაზრისით შეიძლება მეტი გუნდია
თორე ესპანეთში არის ეს ორი და მიგული კიდე ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო არსენალის გარდა გამოყენებს იტალიაში აქ ნებისმიერ შეუძლია გაგაწამოს ჩემპიონთა ლიგისა ესპანეთის ჩემპიონატი უბრალოდ ერთადერთი რეალი ბარსელონას და ატლეტიკოს ხარჯზე თუ შეიძლება რომ იყოს კონკურენციაში იტალიის ჩემპიონი სუსტია აშკარად იმ იტალიის ჩემპიონთან არა მე რას გეუბნები იუვენტუს რო ფეხბურთელი არ აყავს ისეთი რომ გაგიჟდე რა არა მაგაზე კი არ გეუბნები მე ვამბობ მე მგონი ცოტა დაიკლო სხვაობა გაცილებით უფრო მეტი იყო სხვაობა პრემიერ ლიგასა და სხვა ლიგებს შორის გრანდებსა და პრემიერ ლიგის გუნდებს შორის მოვიდა აგერ ეს PSG დანაყას არას ნახა ინგლისელი გადაუარა ყველას ხო ის რეალი იყო 3 წლის წინ და მომთელ ინგლისს მოუგო ერთად ჩემპიონი გახდა პრემიერ ლიგა მაგ ლოგიკით ბოლო 15 წლის მანძილზე 10 ესპანელებს აქვთ მოგებული რეალი და ბარსელონა ყოველ შემთხვევაში აი ცოტა ხნის წინანდელი და ბარსელონა და რეალი იდეაში სულ ლოგიკას არ ექვემდებარება რა აი მართლა არ ექვემდებარება ხო მე მეცეს ხა შეიძლება მარკეტინგულად აი რაღაცა თქვა რომ აი ფლორენტინო პერესმა აი ეს galactico რო გააკეთა ვერაფერი ვერ მოიგო მაგრამ რაღაცა ფინანსური საფუძველი იმპერია ააშენა მაგ დროს და იმდენი ფული იშოვნა აი ამ ხალხით და მე უყურე არავის არ ყიდულობს ფაქტიურად რა მაგაში ფულს არ ხარჯავს მომგებიანი შეიძლება რეალ მადრიდი ესეთი მომგებიანი კლუბი იყოს ამ ხელა სტადიონში ამდენი ფული დახარჯოს ამ ხელა ხელფასებს ფეხბურთელებში იხდიდეს და მაინც მომგებიანი კლუბი იყოს ხო ესე იგი აქ ბევრი სხვა რაღაცეებიც ემატება ამ რეალთან კიდე რომ გადიხარ სათამაშოდ ეხლა ხო აი გარანტირებულად გამოვარდნილია იდეაში რეალი ხო და აი ვინმე მეტყვის 100%-ით რომ ჩავლენ ეხლა და აი მე 20 წუთზე რომ 1-0 გახდეს აი ხო სხვა ვაფშე სხვანაირი თამაში მიდის გადახვედი უკვე თემაზე არა მე არ გადავასწავლე კონკრეტიკისა ისტორია ხო გვაჩვენებს ძნელია რა პრემიერ ლიგის საუკეთესო განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის რომ ბორმუტი და ბრედფორდი და ვიღაცა ფულები მოძლიერდა და მათი თამაშის კარგი საყურებელია და ჩემთვის კრიტერიუმი არის ის, რომ თქვათ ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, სიტი, არსენალი და ვიღაცები, ჩელსი და ესეთი ტრადიციული გრანდები უნდა ჯობნიდნენ რეალს, ბარსელონას, ინტერს, ბაიერნს და ესეთ გუნდებს და მაშინ ხედავ რომ ინგლისური ფეხბურთი ჩემპიონატი უფრო წინ არის და ეხლა იმიტომ რომ ფულები ჯობია უდინეზეს მაგის გამო არა ბაიერნს ფულები ევერტონის ყურება უდინეზე ბოლონიას მირჩენია ბაიერნს ჯობდი არ არის მარტივი ამბავიც მოვე ხო მაგას გეუბნები არ არის მარტივი ამბავი რა ეხლა ბაიერნს რო ჯობდე ეგეთი ახლა ნოტინგემ ფორესტი ახლა წელს ხო მაგრა თამაშობს კი ძალიან 2 წლის წინ 3 წლის წინ ეგ ხალი ბოლო თამაში ხალთან ქონდა იმაში პრემიერ ლიგაში და პირდაპირ ვერ გადავიდა ჩემპიონშიპიდან პირდაპირ ვერ გადავიდა ითამაშა გადათამაშება და ის და შარშან კინაღავ გავარდა და ეხა ესეთი ტრანსფორმაცია ფულიც გამსაზღვრელია რა ხო გესმის ძალიან დიდი ფულია მაგ მით უმეტეს ისეთი კლუბებისთვის რომელსაც აი ეს ჭერის პრობლემა არა აქვს ეხა მაგალითად როგორც სიტის და PSG-ს რო ხა მაგათ ვისაც უნდა ფერპლეი ყველასთვის არის კი არის მაგრამ იმას იმდენი აქვს ნახარჯი რომ აღარ აქვს რა ისა რა ქვია ფული იმის საშუალება აქვს რომ იყიდოს მაგრამ არა აქვს უფლება და ნოტინგემ ფორესტი ეხა ნეიმარს და მესის და იმას კი არ ყიდულობს სამაგეროდ ყველა დანარჩენთან შედარებით ფულემს ნოტინგემ ფორესტს ძალიან მაგათ ჯერეგეთი ლიგა იძლევა ქვეყანა ფულს შენ იცი რომ პრემიერ ლიგიდან რო ვარდები პარაშუტს ეძახიან შენ რომ მოყევი ხა რაღაცეები ეგ მიყვება შემდეგი 2 წელიწადი რომ ჩქარა ამოხვიდე იქიდან ჩემპიონშიპიდან უკან ესე იგი 80 მილიონი თუ არ მეშლება ეხლა 2 წელიწადზე ან 1 წელიწადზე გაყოფილი რამდენიც დაგჭირდება პრემიერ ლიგიდან გავარდნილ გუნდს ესე იგი პრემიერ ლიგა ატანს თან იქ ფულს გაიგეთ იქიდან ადვილად გადმოდის ახალი გავარდნილი გუნდი რატო? იმიტომ რომ გჯობნის რა იმაში სატრანსფერო მარკეტზე გჯობნის ხელფასებით გჯობნის და ფაქტიურად პრემიერ ლიგის გუნდია იგივე
2 წელიწადი არაფერი არ იცვლება. არც ხელფას გაკლებს, არც რა ქვია, ლოჯისტიკურათაც არც ავტობუსი ხო, რაღაცა მაგაზე ხო აღარ არის ლაპარაკი რა, სადაც ჩარტერი დადიოდი, ისევ ჩარტერი დადიხარ, სადაც დაფრინავდი, ისევ დაფრინა და ესპანეთში თუ გავარდი პირველ ლიგიდან ეგრევე მესამეში ხარ. არა, ხო, ეგრე. სხვათა შორის მალაგას კიდულობსო ის. ერთხელ დაიკარგა მალაგას კიდულობსო PSG-ს პატრონიო. საბოლოოდ მე მგონი მივიდე. მალაგაში აქვს ხო ერთხელ ხო აქვს ხო იყიდეს ერთხელ ის მალაგა და არ იყო მალაგა ჩემპიონთა ლიგაში არაბებმა იყიდეს ეხლა. ხო, მაგრამ ძალიან მოკლევადია. ვანისტეროი ერთა იყო. ეგეც არაბის არის ეს დემიჩელისი და მალაგა და გითხრა რომ საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება რა გაგებით ვიძახი, იცი რომ მალაგას თუ გადაიყვანენ ეგენი უმაღლეს ლიგაში. პარის სენ-ჟერმენს აღარ ექნება იმის პრობლემა, რომ 60 კაცს გადაუხადოს ის და რაღაცა ფული გაუნთავისუფლდე ხო მალაგაში. თავისთან რა. შეიძლება კარგი ვიღაცამ თქვას რომ მე მალაგაში როგორც იმას ყავს რა. უოტფორდი და უდინეზე ჟირონა და უოტფორდი თუ ხო ბევრია რა, მოკლედ თუ ერთ რეგიო ჩემპიონატში არ თამაშობენ ხო ბევრია და ლიგას რაც შეეხება, ну მაინც ლოგიკურად ერთი თამაში რაც ყველას გვაინტერესებდა ვნახეთ და ეხლა მოდი მიშა დაინტერესებული ჩავთოთ თვითონ გითხრას ერთი რა მოხდა მეც კარლო ანჩელოტის დიდი გულშემატკივარი ვარ ბიზნესას უკამათობთ რაღაცებზე და ну იმასაც ვეთანხმები რომ შეიძლება მისი ეპოქა დასრულდა და ანჩელოტის კი როგორ შეიძლება ვერ ჩოდე რამეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ აღარ არის ხა შვილი ავარჯიშებს დედა მოდის და აღარ და თამაში ვარაუყოთ რამოდენიმე ნაწილად ხო? კი ბატონო, რამდენად ეხა მოდი თამაშის მიხედვით რა. 114 კილომეტრი ირბინა არსენალმა, 101 კილომეტრი ირბინა რეალმა. შესაბამისად, 1 კილომეტრით მეტი ირბინა ყველა არსენალის ფეხბურთელმა ამაცა. იმას ინტერს ურბენი 122 კილომეტრი. ანუ 2 კილომეტრით მეტი ვიდრე ყველაზე ნაკლები ჩემპიონთა ლიგის ამ ტურში ირბინა რეალ მადრიდი. გამორიცხული არის შენ რომ 2 კილომეტრით მეც თუ შენი მოწინააღმდეგე დარბის, იქ შენ რაღაცა გააკეთე. ეს ერთი. მერე გოლები ნახე. 2 კილომეტრიდან გოლები გაუტანა ამან. გოლები ნახე. 5 კილომეტრი ნაკლებს დარბის მესი ყველაზე და ყველა თამაშგოლებულს არის. მესიზე ხო ვლაპარაკ. სამ ჯარიმებს რა კილომეტრები უნდა. ჯარიმებზე მაგას გეუბნები, ჯარიმებს რა კილომეტრი ტიპს არ გაუტანია ცხოვრებაში თურმე ჯარიმი. ხო, არასოდეს. 380 თამაში ისტორიაში არ გაუტანია. 2 გაიტანა. ან ერთი მეორეზე ხო, ნახე რა, ანუ თამაშიდან მორენომ შეაგო ამათ გოლი გაიტანეს მარტო ამ მორენომ გაიტანა 25 მეტრიდან ისიც საოცარი გოლი. რო თქვათ რომ ეხა არსენალმა რაღაცა წნეხი ქონდა, ისეთი რა, ძალიან ისეთი მაგრად. ვერ იტყვი იდეაში თამაში, მაგრამ შენ თუ არ დარბი ხარ, თუ არ იბრძვი ერთი გუნდი თუ არის მოედანზე, გამორიცხული არის, შანსი არ აქვს, თო ჩემპიონთა ლიგის დონეზე გამორიცხული არის. და იმ მეორე ხო მეორე რას იძახდი? არა, რას გიძახდი? არა, მენტალური პრობლემა. ყველაზე მეც ლაპარაკობენ ესპანეთში, ხა რომ ამათ აქვს მენტალური პრობლემა. მე მგონი ისედაც არის. ეს ვინ არის მოქმედი ჩემპიონთა ლიგის ფლობელი? ვინ არის ესპანეთის ჩემპიონი? ესენი, ხო? ანუ სიარული გაზარმაცდა და ცუდი თამაში. ანუ ისინი არიან, მე ბევრჯერ თქვენთანაც მისაუბრე ამ თემაზე, რომ გამძღარი ხალხის პრობლემა, რომელსაც ჭირდება უკვე მწვრთნელი, რომელიც ამ мотиваციას ქმნის, ხო, რაღაცნაირად იმას. ეხლა ვინაიდან ანჩელოტისაც, მაგრამ ჩვენს გვიყვარს ყველას ანჩელოტი, მაგარია, ძალიან მაგარი კაცია ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს თავის ისა აქვს, ხო? სადღაც შეგიძლია ბოლომდე მიაწვეს, სადღაც შეგიძლია ბოლომდე. და თავდება გუნდის და თქვენის ურთიერთობა რაღაც ეტაპზე. ამ ეტაპზე არის ესეთი რამე, რომ ხალხი უკვე ისეთ რამეებს იძახის, რომ ვინაიდან ამას ეს ვერ აძლევს мотиваციას ამ ფეხბურთელებს, მოდით ჩვენ დავიწყოთ. ანუ ბერნაბეუ ემზადება ხა ამ თამაშის ვინმე შეუძლია თქოს რაც რეზინი თქვა რომ რეალს არ შეუძლია 3-0-ის ამოქაჩო. არა, ვერან ვერ იტყვის მაგას. აი ვინმე თუ შეუძლია თქვა კი ერთადერთი თუ ვისაც შეუძლია ეს არის რეალ მადრიდი. ამიტომ შესაძლებელი ყველაფერია. რა თქმა უნდა, ესე თუ ითამაშეს და აი ამ რიტმში იყვნენ, გამორიცხული არის აქაც. ნახე რატო გეუბნები. ლეგანესთან ხო, რომელიც არის გარეუბანი იმისი რა ქვია, მადრიდის. ხა რეალურად ლაპარაკობთ, ჩემზე დიდი გულშემატკივარი, სტაჟიც არავინ არ ხარ, თუ დაბადებული არ იყავით, მას უკამაგობდი, ხო?
ბიჭო საჯმა მოაგებია 4 მომენტი მაქვს მაგთან საჯმა მოაგებია ეგრე ქვია მაგას რა ნახოთ 4 გოლი გაუტანა რეალ სოსიედადმა რომელიც 11 ბურთი აქვს 4 თამაში გაშვებული. ვალენსიამ მოუგა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ეხლა საოცრება იყო მართლა იმის ფიძინა. კარგად რომ თამაშობდნენ მამას ეხლა გაუტარეს შეშვედი თელი წელი ცუდა თამაშობდნენ. თელი წელი შარშან წარმოიდგინე გაიხსენე ლივერპული კლასიკო ორ კლასიკოში წააგეს 9-3 ხო მეტი რაღაცა როდის გოლა ფინალი ხო საოცრება იცი რა რომ მაინ ჩანსი აქვს რომ ყველა შანსია ხო აი ეგ არის ფენომენალური როგორ წესი იგებს ბოლოს ხო ვიმეორებ რა მოქმედი ჩემპიონთა ლიგის ფლობელია იქაც რო გითხრა რომ ძალიან ადვილად გაიარა ყველაფერი ვერა მაგარ ამის გეტყვია შაშა რა თუ კარგი ხარისხი იყო მიშა პირველი წელი სუდი ხარისხი ჯერ გახდა ჩვენი პირველი წელია სეზონის ბოლოსკენ ვიძახით რომ ანჩელოტი კარგი რა სიტისთან ფავორიტი ხო არა პირველი წელი ბოლო 3-4 წელია სულ მაგაზია ლაპარაკი კი მე და ეს თამაშებზე დავდივარ შერიფთან წააგეს აი ხა არ უნდა წავიდეს უკვე 3 წელია და რა მორჩება სეზონი ანჩელოტი ჩემპიონია ჩემპიონთა ლიგა მოიგო ხანდახან როგორ არის იცი აი ხა მე რამე პროფესორობა კი არ მინდა თქვა რომ ხანდახან არის რომ აი მოერგები ისე მოერგები რომ შეიძლება შენზე უკეთესმა მწვრთნელმა ჩვენ ხა აი საქართველოს ნაკრები რო ავიღოთ მაგალითად ხა შიგნით რო არ შევიდეთ ტიტულებით ყველაზე მაგარი მწვრთნელი ყავდა კუპერი ხო რომელმაც ყველაზე ცუდი შედეგი დადო რა ხო? აი ხანდახან არის რა ქვია რეზბა თუ როგორ არის? აი სო მოეჭირები რა კარგად და დავიჯერო რომ აი არ წავალ იმისკენ რა ქვია ფერგიუსონისკენ რა. ხა მანჩესტერ იუნაიტედმა მთელი თავისი შესაძლებლობებით კრიზისი არ ქონია 20 წლის განმავლობაში. ყველა მაგრა ითამაშა ამას. ეჭირა ფერგიუსონს. ყველა საუკეთესო იყო. ხო? გამოვიდა. და არ იქნება. არ იყო. კრიზისო მდგომარეობა ხო არ იქნებოდა 20 წელიწადი. კარლსრუეში მახსოვს ერთი პერიოდი შლეფერი იყო ესეთი წელი 13 თუ 14 გიწისი იყო ის თუ გირო 200 წელიწადი ხო ნევიოსკალა პარმაში ხო არის ეგეთი რაღაცები ხდება ანჩელოტი არ არის დაუშვათ ხა 20 წელიწადია იმაში რეალში მაგრამ რეალის მწვრთნელია რა ხო გესმის ანჩელოტი არ არის ევერტონის მწვრთნელი მიუხედავად იმისა რომ ევერტონი ანჩელოტისნაირი მწვრთნელი და არც ეგრისება კიდე ჩემის აზრით არასოდეს მაგრამ ვერა რა ეს არის ბაიერნის, რეალის, ჩელსის კარგი, ნუ საუკეთესო წაიყვანეს რეალში, რომ დაურეკა, იმან წამიყვანე აქედან მომაშორეო. შემთხვევაში მილანის და ეგეთი გუნდების წელია რა, მისთვისაც აი მეორე ადგილი და მესამე ადგილი, ნუ არაფერი არ არის. სულ მთელი ცხოვრება მაგას ვტიროდი, რომ ეს საწყალი მესი თქვა. სოფლიო ჩემპიონატის ფინალი აქვს ნათამაშები, კოპა ამერიკის ფინალი აქვს, 70,000 გოლი აქვს შეგდებული, ისა 15 ჯელის მოიგო, 16 ჯელის მოიგო, 4 ჯერ ჩემპიონატი, არაფერში არ ეთვლება, არც ფინალში გასვლა. სანამ არ მოიგებს იმას სოფლიო ჩემპიონატს, ან ორჯერ კოპა ამერიკას რა. არაფერში არ ეთვლება, იმიტომ რომ იმას ადარებენ მარტო მარადონას და პელეს. მეტი არავის არ ადარებენ რა. ეგ არის, ეგორი არის. ხო, ვიღაცამ რო თქვა, კაი ბიჭიაო ეს ხორდი კრუიფი არა მამამის ვერ ჯობია მამამის ვერავინ ვერ ჯობია და ხორდი კრუიფი არა ხორდი კრუიფი მამამის როგორ აჯობეს მამამის ალბათ ორი კაცი ჯობია რა ან სამი მთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ისიც ერთ-ერთი გაგო მაინც რა მამამის ვერ ჯობია ხორდი კრუიფი ხორდი კრუიფი მამამის როგორ აჯობია აი მიშა რეალის არ მოსაგები ფინალებიდან ყველაზე უფრო მახსოვს იუვენტუსთან მიატოვიჩის გოლით რომ მოიგეს ხო მაშინ რა აიაქსთანაც რა ფავორიტი არა საერთოდ არ განიხილებოდა დაცინოდნენ ისეთი ამ დიდ გუნდს ამ რეალს აქ ისეთი მომენტი რომ აგერ წააგებს იქ გონია ცუდად თამაშობს იქ ელ კლასიკოში არ მოგეწონება და მოვა ლიგის ფინალი და გაიხედავდა რა შარშან გაიხსენე შარშან დორტმუნდმა პირველი ტაიმი აჯობა იმ ფინალში აჯობა
ლივერპული ვერ გაიტანა სამჯერ იმაში რა სარგანში ველასთან გაუჩინე ატლეტიკო მადრიდმა თელი თამაში აჯობა ორივე ლისაბონში ორივე გოლი რო შეაგდო სერხიო რამოსო და დამატებით დროში შუაზე გააჩინეს და მეორე თამაში პენალტი ვერ გაიტანა გრიზმანმა ერთ-ერთი მეორე პენალტით მოიგო ისევ რეალმა იქო და მაგ თამაში ესე იგი თავით რო ბოლო წუთზე გოლს აგდებს რამოსი და მე რას უშვებია იცი მე 30 წუთია ძირითადად ფეხბურთელებთან და მწვრთნელთანაც პრეტენზიები ესპანეთში ქონდათ იმაზე რომ თქვენ გაძეხით არ დარბი ხართ მოტივირებულები არ ახართ ასე შემდეგ და თუ არ იცით რა მაისური გაცვიათ ჩაალაგეთ და დავაი ვის ეუნებიან ჩაალაგეთ და დავაი ეს უკვე გულშემატკივრზე ლაპარაკი პირველი ვინისიუსი რაღაცა კრიზისებიც აქვს ხა უყურე ნუ სეზონი იწყებოდა და არც ერთი მცველი ვიზეც რეალი აკეთებდა ძირითად აქცენტს ხა კარვახალი მილიტაო ალაბა მთელი სეზონი ნახევარი სეზონი მენდი ნახევარზე მეტი დაცვა დამტრეული კი მაგარი ბიჭია ეს ასენსიო და ჩემი აზრით რეალის ასენსიო ის აქვს რეალის მომავალია მაგრამ ეხა იტალიელი მცველი რო გყავს და აპრიორი რო შენთვის დაცვაში მაგრად დგომა მნიშვნელოვანია და ეხა ფაქტიურად 4-ვე მცველით პოზიციით 4-ვე მცველით რეალს თამაში არ უთამაშია რა. ხან ჩუამენი არის ქვემოთ, ხან კამავინგა არის ქვემოთ, მე ეს ახალგაზრდა ვალვერდე ედგა რა. აი ანჩელოტის კიდე რაზე აკრიტიკებენ, იცი? 4 თამაში, ბოლო 4 თამაში, რომელიც წააგო რეალმა, ასენსიო არ იდგა ძირითადში. ანუ ჩუამენიო ჯანზე რო ყოფილიყო, ამას ეს იდგებოდა ამ თამაშზეც. იმასთანო არსენალთან. ამ თამაში შეიძლება ჯობდა რომ დგარიყო ჯო არის რა ამ თამაში მე იცი ვერ გამოვიტანე დიძინა. საუკეთესო ვინ გახდა იცი რეალ მადრიდში? კურტუა. რომელიც გაუშვა 3 გოლი და 4 კიდე აიღო. 4 სეივი გააკეთა. ხო? არც ერთი ფეხბურთელი 28 წელზე პატარა არ იყო. კი. არიან ეგეთი. ოლაფ ბოდეს ვერდერზე ამბობ. მირკო ოტავა ეხაც თამაშობს მე მგონი. და ვისა რა გვარიები იყვნენ ისინი რომ შტაი ნოიერი და ნოიმანი რო არ გეთქვა ვერ გავიხსენებდი იმას ახია რა. 2 მეტრიანი ხალხი. 2 მეტრიანი ხალხი და ყველა ნოიბარტი ასაკოვანი 2 მეტრიანზე. ერთი ის ანდრიას ჰერცოგი რო წაიყვანეს და რაღაცა 27 წლის იყო თუ რა ანდრიას ჰერცოგი ხო და ისე ბავშვი რა მე ხო და არიან ეგეთი მსვლელები ეხლა მიშას საპასუხოდ ვიძახი ეგ შეიძლება მაინც არ გარისკოს გესმის და დააყენოს ბებერი გამოცდილი ეხლა ჩუამენი რა ბებერია მაგრამ იმასთან შედარებით ეგ პოზიცია შეუცვალოს გაიგე, მაგრამ ეგ ხო მარტო თამაშზე არ არის დამოკიდებული რა. იქ რაღაცა გუნდია, ამის ის არის რა ქვია, თავდაჯერებულობა არის, უფრო მეტი თამაში აქვს ერთად და ეხა მაგაზე აკრიტიკებს მე რომ მოდრიჩზე უფრო პროდუქტიული დიდი არა და უკეთესი. უფრო პროდუქტიული ფეხბურთელი, აი ხა რომ დადგეს მომენტი რომ ვალვერდე ვათამაშო რვიანა თუ მოდრიჩი. ხო? აი უცბად ადგეს შეიძლება მარჯვნივ გადაწიოს ვალვერდე და მოდრიჩი. აი ეგეთ რაღაცებს აკეთებს. იმ წუთში ეს გამოცდილება თუნდაც 2 კილომეტრის ნაკლები სირბილი, ეს დუხი, აი რასაც ქვია, ეს ლენტა, რომელიც მოდრიჩს უკეთია, ანჩელოტის წარმოდგენაში უფრო მნიშვნელოვანი იყოს და ბევრჯერ მოუგია მაგითი რა, მაგ გადაწყვეტილებებით რა. აკრიტიკებენ ახლა რეალ მადრიდია, ხო გეუბნები, არაფერს მესივით არის, არაფერს არ ხპატიობენ რა, არაფერს არ ხპატიობენ. ორი სორტუნელი გააგდეს იმის ფინალის მერე. მეტი რა უნდა ეკნათ ახლა. ხა ბარსელონა იარა. ვინები არ მოიყვანა იქ. ყველაზე ნორმალური კაცი ვინც ყავდა არა, ჰაინკესი გააგდეს 32 წელი არ ხონდა მოგებული მოიგო და გააგდეს. ვალვერდი. ხო. დააგლიჯეს ნერვები, არაფერი მაგისი არ მოწონს რა. კი, შენერი გააგეთ ეგრე. მაგრამ ხო ეგ არის, იმისი არ იყო რა. კარგი, ბაიერნი, ჩაგვიწეთ ეს ბაიერნი და ეს ბაიერნის სწორზე მითხარი. ბაიერნი ამის გარდა ვერ იპავა ვერავინ. და ბაიერის თვითონზე მე იქ ბარსელონაში რო არის იმაზე ვილაპარაკო. ვიზე? ბაიერნი ეს სად ნახე ისა? კომპანი. ეს არის რა, გეტყვი.
ეს არის გვარდიოლას გაზდილი. ჩინური ისი გვარდიოლას გაზდილი. ხო, კამპანი რო იყო კაპიტანი სიტისი როცა მივიდა გვარდიოლა, მე ეტყობა იქ ქიმია იყო რაღაცა რომ დაუნახა ამას რაღაცა დიალოგები ჰქონდათ ხშირი ამან უთხრა მწვრთნელობა მინდა ისა ესე წავიდა ბარლიში მე ბარლიშიც რო წავიდა ამის რეკომენდაციით წავიდა ალბათ იქ რაღაცები ასწავლა იმას ხნა და როგორ არის ხანდახან ხო გარტყმა ხო ნაგელსმანი ვინ არის რო ის რო არ ყოფილიყო ხოფენჰაიმი ნუ ნაგელსმანი 22 წლის იყო თავარი წელი რო გახდება არც ერთი აი როგორ აგიხსნა რა აი სამეთვალყურეო საბჭო ყავს დირექტორატი ყავს აი ჰოფი არის ერთპიროვნული მფლობელი ვაფშე ეგეთი მფლობელი გერმანიაში მე სხვა გუნდს არ აქვს სტადიონიან იქიდან რა ქვია ავტობუსიანა ყველაფერი არის ამ ჰოფის რასაც უნდა სახლივით ადგა და აი მოეწონა ნაგელსმანი დანიშნა გაარტყა და წავიდა და ნაგელსმანი გახდა გერმანიის ნაკრების მსვლელი სხვაგან ეხა მაგას ვერ გააკეთებ და დამიჯერე რა თუ ერთი კაცის გუნდი არ არის და აი გადაწყვეტილებას კონკრეტულად ერთი ტიპი არ იღებს ხო თან კლუბურათაც რო შეხედო რა გულშემატკივართანაც არა გაქვს რამე საპასუხო აი ხო გესმის რა ხო დიდ გუნდში კი არა ტრადიციულ გუნდში საუთგემპტონშიც ვერ გააკეთე მაგრამ მოვა მთელი სტადიონი გეტყვის ვინ არის ეს 22 ხოფენჰაიმი უცბად ნაპოვნი მესამე ლიგაში გადმოწია სტადიონი ააშენა 9 მილიარდი აქ მეორე ლიგაში გადაიყვა ხოფენ იმას ნაგელსმანს კი არა თუ გინდა ნაგელსმანის იმას ცოლს დანიშნავს რა ეგ არის დირექტორი ეხლა შეიძლება ვეღარ გახდეს ესეთი იმიტომ რომ უკვე სოციუმი დიდი აქვს ხო გესმის რა უკვე სხვა პასუხისმგებლობები რა სხვა იმაზე ავიდა საფეხბურთო რო აჩენეს 40 იმანაც ეხა შედეგს ოფენჰაიმში სად მიაღწევდა და კარგ სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობდა ვინ თქო არა ის გადაწყვეტილება იმიტომაც მე მიიღეს რომ კარგი ფეხბურთი ეთამაშა არა ბიჭო რას გონიზე კომპანია გავიგე ხა რომ გვარდიოლას უყვარს და გვარდიოლას უყვარული საკმარისია რომ ბაიერნის მსვლელი იყო და 3-0 მოუგო სოლისთვის არ აღმოჩნდა საკმარისია კომპანიისთვის არის საკმარისი 3-0 მოუგო იმა რა ქვია ფეინორდმა კი თავისმა ყოფილმა იმან ფლიკმანის ყველას უგებს მართალია ხა მაგრამ 5-1 მოუგო იმას ხო არ არის ხა ჩემი აზრით ვაიდე და ეს რა უნახე ხა ბაიერნში ჩემპიონატში ბოხუმებთან და ვიღაცებთანაც არა გერმანიაში ხა გუცფელად რო გითხრა რა უხრა გოლი გაუტანა ტუხელი წადეს ხო სწორია კლოპის გარდა ხა მე შენ ვერ გეტყვი რომ ფლიკის და კლოპის გარდა ვინმე არის გერმანიაში ისეთი მწვრთნელი აი ტუხელი მე არ მოხდა მან რო ასარჩევად გერმანელებში ქონოდათ საქმე არ დანიშნავდნენ იმას ამას ხო გერმანელებში რო ქონოდათ ბევრი არჩევადი ხო არ იქნებოდა ერთადერთი კლოპია შეიძლება ვინც ბავარიის დონის მწვრთნელია ხო ესე რო შეხედო რა ხო სწორი ვარ რა არა მართალია ეს რა უდგა ფრანკფურტის წელები ეს ლეიპციგის წელები ყველამ დაყვინა რა საბოლოო ჯამში ყველამ რაღაცები არა არ ვიცი შეიძლება ექსპერიმენტალური ამბავია რა მაგენიც რაღაცა განვითარება მე შეგეძლო დორტმუნდიდან არავინ წამოუყვანიათ ანუ ექს დორტმუნდელი თუ რა გინდა მაგრამ დორტმუნდა ვინა წაიყვანე წერზის თვითონ გააგდეს იქიდან და არა კაცო გეუნები ხო მოყავდათ ლევანდოვსკი და ფერმუთელები აღარ მოუგიათ ლევანდოვსკი რა ვიცი რამდენიც გინდა რა ფერმუთელები სულ მოყავთ ხო ლიოს ისეხში ლოვი დადის ახლა ყველა თამაშზე გაჩვენებენ ლოვის ის პროგრამა სად ბაიერნში ისე მოუხშირა სტადიონზე სიარულს ხო და სულ კადრშია გახსოვს ჯერ ეს რა მაგარია ეს როგორც კუკარაჩამ კომპულეთის აღმართზე სიარულს ხა ვარდები კუკარაჩი როგორც კუკარაჩამ მოუხშირა კომპულეთის აღმართზე ისე მოუხშირა ლომა მიუხედავად სიარულს მართალია ინგას ისე ლამაზად აღარ აქვს ინტერი არა სასიამოვნო ღიმილი გადააკრავს სახეზე ინტერი ბიჭო ინტერი ხო ინტერია ეხა იტალიაში რა შვება ანაკრა ხო მაგრამ ეხა მეგეთო ვიყავე მე იმაზე რა ქვია ინტერი ფარული უდინეზეს თამაშზე ვიყავე ნუ გასაგები ამისთვის ამზადებოდა პირველი ტაიმი ორი ის ქრესტომატული გოლი შეაგდეს იმაში უნდა წაიღო რა ქვია წიგნში სკოლაში ბავშვებს ვასწავლიან მეორე ტაიმში გააქრა გუნდი რა აი
შეუულია ისა ბიძინა თავის არ დაცვა ინტერი ხო ეგეთი გუნდია შეუძლია თავის დაცვა რა შენ რო შეგიძლია აი თავის ეს ერთით ნო გიგებს არ შეაგდო იმ აქაც გახსნილია აქაც სამთავრობო აფერა წავიდა და დაგდო იცის ეს უკანხულია ბაიერნი გამოგონილია რა რო გავიდეს პირიქით მაგას ვიზახი მან რა გადაწყვეტილი ჩემი აზრით არაფერი არა რეალზე და არსენალზე თუ ვიძახით რომ იქ არის შანსი პარის სენ-ჟერმენს ძალიან დიდი ის მისცა არა მეც ვფიქრობ რომ ამ 4 წელში ყველაზე მეტი შემოbrunება ბაიერნს შეუძლია ყველაზე უფრო ხეის დანარჩენი მე მგონი გადაწყვეტილი ამბავია თან აშკარად რა მაგრამ მაგიტომ არის ფეხბურთი კარგი ბარსელონა გადაწყვეტილია პარის სენ-ჟერმენი პარის სენ-ჟერმენიც მე მგონი გადაწყვეტილია იმიტომ რომ კარგად არიან კარგად თამაშობენ რეალიც ნუ პრინციპში ალბათ ძიმეა მაგრამ შესაძლებელია არიცი რა მოიღეს სამოტივაციოდ ანდერლეხტ რეალ მადრიდი ბუტრაგენიო გამოიყვანეს და ყვება 3-0 4-1 და ყვებიან წვრთნელი და კამაჩო როგორ შემოვარდნენ და 2 კვირა არის ხო მაშინ 2 კვირაში 2 კვირის მანძილზე როგორ პირდაპირ განსახდელში შემოდიოდა კამაჩო და ისინი წიოდნენ კიოდნენ 4-0 და აი ესე გავედითო და 6-1 დავადეთო იმ ბანდერას. და ვინ იყო წვრთნელი? ის არავის არ ახსოვს. ლუის მოლოვნი იყო კაც არ ახსოვს ბიჭო ყველაფერი მაგარ მოაგებია თუ ყველგან აგდებდნენ 9 მოიყვანეს შენ რო იძახი მაშინას მოიყვანეს იმაზე ხო არა ხო ბოლოს ნაკრებში დაფასდა რა კიდე არა ხო ბეშიქტაში რა ისახოდა ხო მე რა ვიცი ვინ უნდა ვიყიდო ხო მე რა ვიცი ვინ უნდა ვიყიდო ხო ფეხბურთელი არ გინდა მე რა ვიცი ვინ უნდა სადაც არ მივიდა არავინ საყიდელი არ იყო რა მე ვიყიდულობდი ეს მაგრამ თამაშობდა რაინაც არის მაიტაო რა და ვიტრენერებო რა იმაშიო რა ქვია ბეშიქტაში აი სიყიდე სიკე მე რა ვიცი ვინ უნდა ვიყიდო უნდა იყიდო სხვა მე უნდა ვასწავლო ნუ იმიტომ რეალში ყიდულობდა სხვა და ეს ათამაშო ინტერზე მეთქვა აი შარშანწინ ინტერი გავიდა ფინალში აშკარად სიტის ჯობდა აი აშკარად ყველაფრით მაგრამ იჭიდავა მაგრად იჭიდავა რა ფინალშიც მაგრა ეთამაშა ფინალში აჯობა და ჯობდა მე აჯობა სიტის კაცო იქ ვიყავით იმის მერე ვიყავით ინტერს ბევრი ფეხბურთელი ინტეგრირდა ამ ასობაში ამ ინტერში ვითომ ერთი და იგივე გუნდია მაგრამ ნახე რამდენი ფეხბურთელი ყავს ინტერს აი რითი არის კიდე გამორჩეული ინტერი გარდა იმისა რომ ხელწერა აქვს ხუთით თამაშობს ნუ ეს 4 ფორვარდი ყავს 4 ფორვარდი რომელიც თავისუფლად შეუულია დააყენოს 2 რა წურამი ნუ ლოტარო ეს ავსტრიელი არნაუტოვიჩი და ეს ირანელია ეს ბიჭი თუ სადაურია ხო ირანელი ხო გადასარევო და კიდე კორეა ყავს მე კორეა მოუკლოთ არა აქეთ უყურე რა ფრანტეზი ისენი ეს ზელინსკი დაიმატა კიდე იმაში გიჟი კი არ არის ზელინსკი რო დაიმატა მოჭმული აქვს იმას იტალიის ჩემპიონატი თავიდან ბოლომდე და ჩემპიონთა ლიგი მაგდონის ფეხბურთელია რადონეძეს თამაშობს ინტერი ყველაზე ნაკლებად განიცდის ესე ვთქვათ ტრაუმებს, ყვითლებს, რაღაცებს, იმიტომ რომ მაგარი კომპლექტაცია აქვს რა, დარმიანი ვითომ არაფერი გადააგდებ, მარცხნივ დააყენებ, გადმოაგდებ, მარჯვნივ დააყენებ, დაგჭირდება იქ შუაში დააყენებ. ესეთი გუნდია რა და ძნელი მოსაგები გუნდია რა. აწყობილი გუნდია, ვერ მოუგებ ისა რომ მაგრად ეჭიდავება ეხა წელს ისე ნაპოლი იმას, რა ქვია. კონტე. ინტერს ხონდერ კონტე ხო იცი მაინც პირველი წლის ტრენერია რა მიდის თუ არა სამია მე მგონი თუ გადავიდეთ ყველაზე უფრო ნახევარ ფინალისტის მატჩზე კი ბატონო ნახოთ ეს ფლიკი რაღაცა არ ვიცი მე რა ვიცი მოახდინა რაღაცა სასწაული არ ვიცი ხა იქ გრანდებთანაც დიდი ანგარიშებით მოიგო აქ ეხა 4-0 გასაგებია დორტმუნდთან ფავორიტი იყო მაგრამ ეხა ესე გამოხვიდე და დაანგრიო ეგრეც არ არის ეგეთი ფავორიტიც არის ფავორიტი იყო თამაშ ხარისხით იყო ფავორიტი რო იქნება და 2-0 რომ მოიგებ რა ცუდია მაგრამ ნუ ეგრე დორტმუნდის შარშანდელი ფინალისტი მაგიდო ვიძახი და რაღაცა ნუ მაგრამ ნუ დადული მაგრამ არაფერი არის ძალიან არა წალეკეს უბრალოდ რა და კიდე შეიძლება ერთი მაგდენი შეიძლება ნუ ფაქტია რომ წვრთნელის როლი მიუხედავად იმისა ტალანტებით სავსეა ეს გუნდი წვრთნელის როლი დიდია
იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ეს რაღაც აწეული დაცვით და რა ვიცი რაღაც როგორ უპასუხა ეს საოცრად თამაშობს არ გაჩერდეს ხო და რა სიტყვით აბა შენი მთავარი კონკურენტია იცი რა მე ესეთ რამეს ვიტყვი სანამ მიშა თავის კონკურენტზე იტყვის საერთოდ ფლიკზე რასაც ვკითხულობ რა ამბებიც მოდის რა ხო ნამდვილი ამბები გუნდიც მართვაც რაღაცა განსაკუთრებული აქვს სხვანაირი აქვს რა აი რაში გამოიხატება ბარსელონა საერთოდ ხო იცი სამხრეთული ძირითადად რაღაცა დაგვიანებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს იქ რაღაც ვარჯიში ჩაიცვი დაიხურე ტელეფონი გამოიტანე რაღაცები მაინც ეს კულტურა უფრო დასავლეთ ევროპაში უფრო მნიშვნელოვანია რა იმიტომ რომ შენ იცი რომ ეგ შენი სამსახურია და ნაკლებად არის ფლიქს ბევრი რამე თურმე არ მოეწონა იქ ვიღაცებს უთხრა რომ შენ მეორეჯერ ლამაზ გააკეთებ არ ითამაშებ დაგვიანება არ შეიძლება სამსახურში არ შემოიტანეს გერმანული ის არის რა ქვია ეს სამსახური ეს არ არის რომ მოხვედი გოდიში და აი აქ რაფინიამ ეხა არითავ ხედა კინაღამ გოლი წაართვევინა მილიმეტრით უკან იყო თორე თამაშგარეს მიცემდა რაც ეგზომეს ხო მაგრამ იგი მაგრაზომეს ხო და აი ნახე გაანებე თავი რა შენ გამო შენ გოლი ჩაუთვალეს რაფინიას ხო ჩაუთვალეს მაგრამ აი ნახე სადგაზომეს მილიმეტრებით რა იცოდა იმიტომ რომ ძაღლია და უნდა რომ თვითონ შეაგდოს გოლი აბა კუბარსის ხო არ გაატაინებს გოლს ამას ეხლა როდისმე გააკეთებს მესი ერთი გოლი რო აკლდეს რომ სოფლიოს ყველა დროის საუკეთესო რო გახდეს მაინც არ მიარტყავს მაგას ფეხს აი ხო ბოლოს ხო და ვითხარი მე შეიტანა ეს და რა და ყველაზე მთავარი რაც არის ამდენი მაგარი ბავშვი ეხა რომ ბარსელონამ დაჩეკა ბოლო პერიოდში ეხა გავი ვიცოდით პედრი ვიცოდით რაღაცა ნუ აი ეხა უყურე ამ ცენტრალური ნახევარმცველები ვაფშე სხვადასხვანაირები აი ეს იამალი მგონია რომ 30 წელია თამაშობს და თურმე 20 წლისაც არ არის რა 18 წლისაც არ არის კუბარსი დიდი კაცივით ბალდე არა უხოს ეს ლენტი რამდენი ხანი ეკეთება მე არ ვიცი იმიტომ რომ ვიღაცები გადაასწრებენ თამაშების რაოდენობით უკვე რა და მაგარი სინთეზი აი უყურე ეს დეონგი ვაფშე სად რა გუნჩიც მოედანზე გამოდის ის გუნდი სხვანაირი ხდება რა კარგად იცის რა ამ თავის პოზიციაში თამაში რა დეონგი აი ხო გესმის რა აი არც გაშვებაც უნდა თან გაშვება არ უნდა ფული ღირს რა დეონგი 80 მილიონი შეული აიღონ და რაღაცა მაგრამ ბარსელონას სხვა ეშხი აქვს აშკარად რა ბრუნდება დაუშვათ იმ პერიოდში ხავისაც ვერ დაუკარგავ ეხა ბევრი რამე გააკეთა ხავი მაგრამ ის რაც მაგათმა ჩვენ გვანერულეს და გვატირეს მაგის საფასურს ჯერ კიდე кайხანი ვერ გადაიხდიან ეგენი მესის ვაკედან გამოშვებით რა მაგრამ ნუ რაც არის ეს არის უნდა ვაღიაროთ რომ ამ 4 ფინალში ყველაზე ესეთი მკაფიო და მაგარი თამაში მაინც ბარსელონამ ითამაშა რა თუ არ ჩავთვლით რომ რეალის მოგება უბრალოდ ისტორიული ამბავია მაგრამ ნუ არა მას შეიძლება მოიგო ორნიშნე ანგარიში არის თუ არა ბარსელონა ტურნირის თავარი ფავორიტი ნუ ეხა ესე რანაირადაც არ უნდა შეხედო არის რა ეხა ყოველ შემთხვევაში პირველი თამაშების მერე ნამდვილად არის რა ისევე როგორც პარი სენ-ჟერმენი მინდა გითხრა რა აი ეგ მაინტერესებდა ისევე როგორც პარი სენ-ჟერმენი მე ეხა მაგალითად მაგათი თამაშის ხარისხით კი უფრო მსიამოვნებს ვიდრე ინტერის ყურება მაგრამ ეხა ვერ დაუკარგავ ინტერს იმას რასაც აკეთებს და ვერც არსენალში სხვა შორის მინდოდა დამემატებინა რომ ოდეგარდი ძალიან ეხა დაბრუნებულია ფაქტიურად რა პრემიერ ლიგაში 15 წუთი მიცა ბოლო და საკასაც აი ანუ წამოეწევიან ხო არ არიან არის საუკეთესო ფორმაში არის ჰავერცი აკლიათ რომელიც მაგრამ სამაგერად ერთ-ერთი მთავარი არის ჰავერცი ხო თამაშობდა ეხა კარგად თამაშობს ძალიან და ხო არა იცი რა ძალიან გუშინ ლაპარაკობდით რომ დიდი ხანია მე ასეთი სიამოვნება ამ ეტაპზე ყველა თამაშისგან რომ მიმეღოს ესეთი რაღაც არ მახსენდება რომ აი 4 მატჩი
მეოთხედფინალური და 4-ვეს რო აი სიამოვნები ვერ მოუწყდა ესე უყურებდი. ეხლა გვარდიოლა რა თქმა უნდა დიდი მწვრთნელია და მას ყავდა სავარაუდოდ სოფლიოში ყველა დროის საუკეთესო გუნდი იმ პერიოდში და Windows, მაგრამ ნუ იქ ისეთი ფეხბურთელები და შემსრულებლებიც იყო, რომ არ არის გასაკვირი, მაგრამ აი რეზონტო მიმბაძველები გამოჩნდნენ, იმ მიმბაძველებმა ყველას ყوار ყავდა მესი, ინიესტა და ჩავი, რომ ყველას დიდი შეცდომა. რომ გააფუჭეს, შეანელეს. კოპირება რომ დაიწყეს გვარდიოლას ინიესტა ხავის და მესის გარეშე. ეხლა ამ პერიოდში უკვე წამოვიდა, დაბრუნდა ის ლაღი, შორიდან დარტყმები, რომელიც არ იყო იმ გვარდიოლას გუნდებში და მიმბაძველებში. წამოვიდა, რა გოლები ვნახეთ ეხლა აქ და რა ფეხბურთი და ტემპი და თითქმის უკან პასები აღარ არის და მოტყუებაზე მიდიან და მოკლედ ფეხბურთი ისევ წამოვიდა იქიდან, რომელიც თქვათ ჩემთვის უფრო მისაღებია. ხა ინტერზე ვეთანხმები რეზოს, რომ არ არის ისეთი სანახაობრივი, მაგრამ ის გუნდიც უნდა არსებობდეს, რომ იმას სანახაობრივი ფეხბურთი წამოარჩევ ისეთ ერთ-ორ ფეხბურთელს, რომ ხა ლოტარო რანაირადაც არ უნდა ხო ნუ აი 9 ნომერი არის ტიპიური ტარანი ტრადიციულად არ არის ეგეთი გუნდი რომ აი ღია გახსნილი ლაღი ფეხბურთი გეტყვი ალვარესი და ის ხო არის ეს რომ მივიდეთ ახლა მთავარ თემამდე ხო საიდანაც მთავარზე უნდა გადავიდეთ ეგერ მაინც რო გიდევს ხო ეხლა შენ სხვადასხვანაირი ხო ორი ამხელა ფორვარდი იყოს ახლა არგენტინის ნაკრებს ხო ერთი ალვარესი რომელიც არ ჩერდება აი ციბრუტივით არის და ნუ არ ჩერდება აი რამ განშვებია ახლა იქიდან გვარდიოლას აი არჩის ამაგეროთ ნუ გვარდიოლამ ხო გააკეთა რა ალვარესი ხო იცი რა უთქვია სოფლიო ჩემპიონატის წინ რომ დაემშვიდობა ბიჭებს გასახდელში ვიღაცებს ეკითხებოდა რა აი ფოდენი კეისენი რა ქვი ხო იყვნენ ყველა ნაკრებში მიდიოდა ვინ გახდებაო სოფლიო ჩემპიონიო რა ვიღაცა თქვა ვიღაცამ და ამან ესე გადახვია ხელი იმას ალვარეს და აი ეს ეკეთებდა ეს გახდებაო სოფლიო ჩემპიონი გვარდიოლა ხო ეს იმიტომ მესის გამოთორე ალვარესის გინდა მესის ალვარეს ბიჭო მაგდროს ოქროს ბურთი ქონდა იქიდან ჩამოტანილი ლიქაური ოქროს ბურთი მოწელია მაგრამ ქონდა ახლა რა მაგარი ბურთი არ ვიცი მაგრამ მაისური კი ჩამოიტანეს არგენტინა ბრაზილია იყო მატჩი რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვქონდა და კლასიკო რაც გინდა ისა ხო და ეს არის მოვლენა ხო სოფლიო ფეხბურთში ახლა სანაკრებო დონეზე არგენტინა ბრაზილია იმიტომ რომ ჩვენ აქ რასაც ვსაუბრობთ ეხა პრაგმატული ფეხბურთი იყო ის იყო ეს იყო ყოველთვის ცოცხალი და ნაღდი ფეხბურთი როგორც წესი მოდის იქიდან ხო სამხრეთ ამერიკიდან თან ალბათ ეხა მართალი თქვი ეხა მაგის მეტი ფეხბურთი მაგაზე იქით ფეხბურთი არ არის რა რანერი ევროპის ფეხბურთის გულშემატკივარი პირველად ვიყავი მაგათ თამაში მეორედ ვიყავი მარაკანეზეც ვარ ნაუყოფი რანერი ევროპის ფეხბურთის და ამ წესრიგის და ამ ლიგების და არაჩვეულებრივი ევროპის ჩემპიონატების მოყვარულიც არ უნდა იყო და რომელიმე ევროპული გუნდის გულშემატკივარი დიდი რაღაც საოცრება არის დამეთანხმებით ალბათ იცი რამდენი რამე აი არა საოცრად იგძნო მივხვდები რა რომ შეუძლებელია ეხა ის ხო გაქვს ხანაირად უყვართ ის პროსპექტი რომ ივსება რაღაც მილიონ ნახევარი კაცი რომ გამოდის ხო გაკ 2022 წელს ჯერ კიდე სულ კაი ამინდია ვერ გავიკი იქ ნოემბერში ვიყავი კაი ამინდი იყო იმაში მარტში ვიყავი მაინც კაი ამინდი მოგე შემოდგომაც კარგი აქვს და გაზაფხულიც კარგი აქვს ივლისში სადი და ნახავ ივლისშიც თუ მოუგებენ 4-1 ბრაზილიას ან ვინმეს მანდაც კაი ამინდი იქნება ხო და ნუ აი გეუბნები რა ან ამათ სასახელოთ რა ამ კომპანიის სასახელო ან თავისი დახვედრიდან გამოცილებამდე და ნუ არ ვიცი რა როგორც არგენტინამ ითამაშა ზუსტად ისეთი პარტნიორი და მასპინძელი ყავდა აი ამ კომპანიის Smartsoft-ის სახით იქ რა და ნუ ეხა რა შეიძლება რომ გითხრა რა უცბად შეიძლება აი უცბად შეიძლება სტადიონზე ვიღაცა საოცრება ნახო რა რომელიც უკვე ეხა მესი და მარადონა და ისინი რო ყავს ეხა თბილისში დანახი შეიძლება აღარ გიკვირდეს მაგრამ ბრაზილიაში სოფლიო ჩემპიონატზე უცბად ყვირილი ატყდა იმ ტრიბუნაზე და მეთქი რა ხდებოდა ჯალმა სანტოს იქ მე კაკა ბავშვებთან ერთად მან ხო ის არა აქვს რა ქვია რაღაც შეზღუდვები ხო არ აქვს და გეუნებიან რომ აქ არ უნდა წახვიდე იქ შეიძლება 4 შვილით მოვიდეს ვიღაცა ერთი თავზე ეჭდეს ერთი იღლიაში ცოლი იქვე იმითი სოსკით აჭმევდეს ვიღაცა საჭმე საოცრება ხდება რა აი როგორიც წარმოგვიდგენია და
როგორიც შეიძლება იყოს და თან ეხლა ესე რო გიყვარს და ესე რო გულშემატკივრობ ხო ეხლა ნამდვილი და ცნობილი ამბავია რომ არასოდეს არავისთვის ესე ჩვენ არ გულშემატკივრია არასდროს როგორც არგენტინის ნაკრების რამ დაბადა ესეთი ამდენი გენიოსი ეხლა ესე ამ პატარა ქვეყანაში ეხლა ეს მაიკაც რომელიც ჩემს კოლექციონერ ძმას მაისური ჩამოუტანე ამას არის ბატისტუტას, კანიჯას, რუჯერის და ბურუჩაგას ხელის მოწერები რა და ეს ყველაფერი მოხდა იმაში რა ქვია ძალიან მეგობრულ ისეთ გარემოში რა ხორცის ჭამის დროს და ასადო კარგი ხო აი ისეთი სხვა შორის უშუალო ძალიან ხა კანიჯა იცით ხო რომ დიდი ხნის აქშოტისთან და ჩვენც არაერთხელ ბატისტუტა და რუჯერიც და ისიც აი არაჩვეულებრივი ბიჭები აღმოჩნდნენ სხვათა შორის აი ძალიან უშუალო ძალიან ისეთი ბევრი რამე მინდა გითხრათ რომ რაღაცეები ცოდნიათ კიდევაც საქართველოს ხო მოიცა აქ ყოფნას როგორ იხსენებენ აქ არ ყოფილა ნეგი კანიჯა იყო კანიჯას ეხლა რა თუნდა რამის გახსენება ისედაც არაფერი არ ისედაც რა ქვია გადარეული ყავს იმას შოტიკოსო დაინახა თუ არა იმის მერე სულ მარადონა ხო და ხო ყვება მარადონაზე რა ორი დღე და ღამე შეეძლო რომ არ დაეძინაო ჩვენ ორი დღე და ღამე მაგრა გვეძინაო მე ის ძალიან მაგრა ითამაშება და ჩვენ ისე რა კანიჯაზე გამახსენდა ჩვენ მოედანზეც გვეძინა კანიჯაზე გამახსენდა მომწერა რომ დიეგოს ბუცების გაყიდვა მინდაო და თუ ვინმეს უნდაო მე დამირეკევა ეგ ძალიან ძვირი ის ეთყობა თორე ის ეთყვილა არის ძვირი როყის 10000 გულისთვის არ მოგწერდა არა რა 10000 მოკლედ ბიჭებო რისი თქმა მინდა შედავ რეები ხდება აბა რა ქვია ფირმას ეგ თამაში იყო 3 დღის მერე ამ ურუგვაიში მოგებულის ჩვენ მაგ დღეს ჩავედი და ვეღარ მოვასწარით იქ გადასვლა ურუგვაიში წასვლა და უყურეთ იმაში რა ქვია სადღაც პაპში ამ თამაშს რა წასვლა ურუგვაი საწყალი ჩვენი ისი სახოდა ხოლმე ჩარლიკა ურუგვაი ხო და უყურეთ და რაღაცა უფრო მეტ სიგიჟეს ველოდებოდი სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ეთყობა ის არ იყო ის ადგილი, სადაც უფრო მეტი გიჟობა ხდებოდა, მაგრამ აი ხო გონია რომ არაფერი ირგვლივ არ ხდება ამ ქალაქში რა. აი მიდიხარ არაფერი. აი რომ მოუახლოვდები თამაშთან ახლოს რომ მიხვალ. ნუ ხო შეიძლება რომ ერთ კაცს 27 ნომერია, 9 ფეხბურთელები ხო 9 ნომერი, 7, 11 ხო ფეხბურთის ნომრები არ არის. ხო, ყველას 10 ნომერია. ყველას, აი ყველას. 77 წლის ქალს, 2 წლის ბავშვს, ყველას 10 ნომერია. აი ხანდახან ათვიათ 19, მაგრამ მესი აწერია, იმიტომ ხო იყო როდესღაც 19. ეს 10 ნომერი ყველა მესია თუ ზოგი მარადონა. არა, მარადონა და მესი. იქითკენ თუ გაიწევი ბოკა ხუნიორსის მხარეს. იქ ვაფშე გავგიჟდი. იქ ეს არის შეიძლება რიკელმეც შეხვდეს. კი, კაცო, ბევრი. რიკელმეც შეხვდება. ბევრი, ძალიან ბევრი და ხა მინდა გითხრა რომ აი მარადონა ის არის რა ქვია, ბოკას მუზეუმში ვიყავით. ქვემო ძეგლები, საოცრებები და ერთი კედელია, მიშა, თლიანი. ნუ ხო შეიძლება ან პალერმო გამოჩნდეს, ან რიკელმე გამოჩნდეს, ან ბიანკი, ვიღაც მარტო მარადონა ჩანს. არავინ არ ჩანს მეტი. ხა თან ახლა ამ ბოკაშიც ხო არა მთელი ცხოვრება რა ნათამაშები რა არგენტინოს ხუნიორში ნათამაშ ორი ერთ სეზონი იყო და მე მობრუნდა რა ხო ნეაპოლში ნათამაშები ბარსელონაში ნათამაშები სევილე ვიღაცები არიან რა ბევრი აქვს მაგაზე ბევრი აქვს იქ რა მარტო ეს ხატია რა მაიკებს რატო არ აწერია მეთქი ნომრები მეთქი მაიკებს ახლა სირცხვილია ჩვენ ხო არ დავაწერთო ყველას 10-ანსო რა თვითონაც ვიღაცა შეიძლება მოვიდეს და დააწეროს 9 და სხვა გვარია და ამიტომ თვითონ დააწერონო რა ჩვენო ბევრი ნოლიანები და ერთიანები გოგო იმო როა დასაკრა ეხა ჩვენო დაუბევიჭო ეხა კავანია ყველაზე ისეთი რა ქვია მოთხოვნადი ფეხბურთელი რა სადა ბოკაში ხო კავანია ხო და ეხა ეს თამაშობს ეხლა 5000 გოლი შეაგდო რა იმას მაინც 10 ნომერი მაიკა უნდა ვიღაცა რომ მოდის რა
ხო და ნუ აი მათ შორის ზიდანის და იმის მესის ინტერვიუ ხო გახსოვთ ერთად რომ რაღაც ადინასის ის რო იყო რა იქ ლაპარაკობენ ზუსტად მაგაზე რომ ჩვენ დროსო 10-იანიო კლასიკური 10-იანიო ძალიან სხვა ფასი ქონდაო რა 10-იანს აი პელეს მერეცო და მარადონა ეხაო ქრებაო ეს კლასიკური 10-იანიო რა ხო ხედავ მეც რეალში რო გადავედიო 5 ნომერით ვითამაშებ და ეს იკარგებაო ეს 10 რომ თავარი ტიპი იყო მაგრამ მაინცო არის მე მაგ გენერალს რიკემ რატო ასე იქიდან რომ ჩამოვედი რიკემს სხვა შორის ო და რიკემს მაისური ხონდა ჩამოტანილი შენთან სანამ მოვიდოდით ერთად ჩვენ იმაში სადაც გავიგეთ შენთან სახში რომ დაინიშნა წვნელად არგენტინაში არის მაგუზოსო დაურეკა შენთან სახში ეგერ მაქვს სურათი ხო და იქ არის ხო ეს არა ხო და ისო რა ქვია ელენემ რო წავიდა ხელის მოსაწერად იმის რა ქვია და მარადონას იმიანი მაისური არა მაგ რიკელმე მაგ და მარადონას ხელმოწერა მაგ რიკელმეს მაიკარ მას მაისურს და აბსოლუტური იცი რა აბსოლუტური მე რა არგენტინაში ებიძინა არის ნაუყო კი სამ ეგერ ვიყავ ესე იგი ხო არის გახსოვს მიშა იქ რო წავედით მადრიდში რო წავედით და რო გვიყვებოდნენ ეს არგენტინელები რომ რა განსხვავება არის გარდა იმისა რომ ის ბურჯები არიან ხო ეს სტადიონი ეს ბოკა ყოფილა ორივეს თავიდან ხო რივერისაც და მოგიყვე მაგარი მე გამოჩნდნენ უფრო მდიდრები და წავიდნენ ააშენეს მონუმენტალი ამათმა რომ აი გამოიბრძოლეს რომ აქ დარჩენილიყვნენ ფერები წაიღეს იმათმა თეთრი და წითელი და მოდი რა ფერებით ვითამაშოთ ჩვენო და არ გაინტერესებს ნამდვილი ამბა რომელი გემიცო პირველი შემოვაო აი მდინარიან სპორტშიო არ არსებობს და შემოვიდა შვედური გემი იმიტომ არის ლურჯი და ყვითელი რა ხო და მე ხო იცი რა მაგარი ისტორია ეკი არ ვიცოდი პირველ მერცხალში რო ყველა გუნდს უნდა კონდეს თავისი ისა ცურავ ეგრევე წავიდე მდინარეში გემი ფოთის ამბავია ოღონდ პროსტა აქ რა ქვია იმ მდინარეს რა ეს რაღა მდინარეა ეგ კეფალი იქ ლაპლატა ზღვა არის სასწაულია ნუ ეხა ის იმხელა გემები შემოდისო ის რაღა მდინარე არის თო ხო და რო შევედით ამ იმაზე, короче, მიხვდები, აი წამში მიხვდები რა, რომ რატო არის ესეთი აი თბილისში, აი დინამოზე რომ მიხვალ, ოღონდ აი აქედან კი არა, აი რაღაცა ვიწრო დიდუბის ქუჩები როა, ხო იცი, ლამაზი პატარა ქუჩები რო ტელეფონი რო უკან უნდა არ ჩაიდო, წინ რო უნდა ჩაიდო. შოტიკომ წინ ჩაიდე, წინ ტელეფონი წინ ჩაიდე და ვიღაცამ დაურეკა ამოიღო ილაპარაკა და უკან ჩაიდე და რომ მოიხედა აღარ ხონდა ტელეფონი. ვაგის გამზდელს ვეცვალე, ესე ყვირა და რა უცბად მომპარაო, ჩემი რა ჯიგარი იყო რა. თასო წინ ჩაიდო გეუბნებოდა. წარმოიდგინე ხო გაჩვენე რაღაცა ბოკაზეც რა, ხა სტუმრის სტატუსით ვიყავით, მიგვაცილებდნენ რაღაცა იმას ვიღებდით რა. შენც არ მომიგდა. დავკა ესე რომ შედიხარ, ხო იცი რომ შედიხარ და ეხა იქეთ რომ მივედით წელს. ეგ ბოკას თამაშზე შარშან ვიყავი. არგენტინის ნაკრების თამაშზე ბოკას სტადიონზე იყო. ეს ძალიან დაალაგებული ლოჯისტიკა ქონდა. ამას მონუმენტალს ჯერ ეგერთი როგორც მე ვატყობ, ეხა უკვე იწყება ამ River Plate-ის სტადიონის კიდევ უფრო გაკეთებული შობილების პროცესი, იმიტომ რომ 2030 წელს ერთი თამაში მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინაში არის. უცნაური რამეა რა, ერთი პარაგვაიშია, ერთი ურუგვაიში, ერთი არგენტინა. არა, ის ვაფშე 64 გუნდამდე უნდა დგას და ხო, ეხა იძახიან 64-ია, ხო, საგაგიჟე. რა ქვია, ჩვენი გუნდები რო არიან იმაში, მინი ფეხბურთის ტურნირები რო იყო ხოლმე. შეიძლება ორი გუნდით გავიდეთ. ხო და არგენტინას და ბრაზილიას წესით ორი გუნდი უნდა ყავდეთ. კი, მაშინ. ხო და ის ვაფშე სხვა სტადიონია რა. ვიპით სხვანაირი აქვს, მისასვლელიც სხვანაირი აქვს, მანქანის დასაყენებელიც სხვანაირი აქვს. აი დუხ როგორ არის, აი ნამდვილი სულია რა. სულის კვეთებით თაც განსხვავდება ეს ორი. ნუ ის ბომბონერა, ნუ მე ესეთი რამე არ ვიცი. ჯერ ერთი ეტყობა იმას, კაიგე, რანაირი იყო და რა მიაშენეს. სამი ეს არის, ნახე როგორია და აქეთ დგას. ძალიან ციცაბო და კი რა ლეონიკიდან ესეთია რა. ესე იგი
კორპუსი დგას. ესეც იქეთ ამხარეს თუ ზიხარ ბომბონერა ხო როგორია სტადიონია და მე სახლივით რაღაცა ამოდის რა ერთი ოთახი აქვს იმას თავისი დაკეტილი მარტო მაგის ოჯახის წევრები დადიან იქ მეტი ვერ დადის მარადონას იქიდან ვიძინობ ის რომ ქანაობას რო იწყებს ესე ხო და აი მაგ ქანაობას მე მგონი ინგრეოდა თუ რაღაც გააკეთეს გაამაგრეს თუ იქიდან რაღაც ტრიბუნა იშლება მაგ ტრიბუნაზე რო ზიხარ ძნელი მისახვედრია ეგ ქანები იქიდან მოპირდაპირ მხრიდან უყურებ ჩანს რომელია ბიჭო ყანყალებს რა მაგას უყურებ ვიფიქრე ეს უყურებ ესე და ეს ხურაკანის სტადიონიც ეთყობა რაღაცა ის არის რა ხო გესმის არქიტექტურული რაღაცა ამბავიც არის რა იმიტომ რომ ეს არგენტინა ბიჭო ნუ აი ძალიან გავს ესპანეთს რა ეს ბუენოს-აირესი მადრიდს გავს ბუენოს-აირესი თვითონ ეს ისიც იგზნობა რა ეს რა ევროპაც იგზნობა იმპერიალიზმის ამბებიც იგზნობა პარიზს გავს მომენტებში ძალიან და ძალიან მულტი ქვეყანაა რა ბიჭო ამდენი გერმანელი ამდენი იტალიელი ამდენი ემიგრანტი ამდენი 240 მოქმედი თეატრი აბა სურო ის ვიყო რა ქვია პიტერ შოურენის მაღაზიები ყოველნაბი ძალიან მაგარი თეატრები აქვს ძალიან მაგარი კინო საოცარი მაგარი კინო სკვერები სიმწვანე მონუმენტები მე არ ვიცი რა აი გეუნები ჭკუაზე რა მივდივართ ხო არა მე სამხრეთ ამერიკაში არ ყოფილა ვერ მოხვდი რა მაგრამ მოხვდით ჩვენ ვიყავით ერთად ბოკა რივერის ფინალზე ბერნაბეუში მაშინ ეხლა მე რაც შემიძლია მაშინ გითხრა თან ჩვენ რაღაც იმაში ვიჯექით იმ ბოქსში ვიჯექით ხო რივერის მხარეს კარების უკან და რივერის გულშემატკივრებთან ერთად ბიძინა არ გამიგია ბოკას გულშემატკივრების ხმა 90 წუთი ღეროდნენ ესენი იმათ ხმა არ გაგვიგია მარტო რივერის აქეთ ხარეს მოვხდი მარტო რივერის სიმღერა არა ხო შეიძლება რომ გაჩუმდნენ და ან დაიღალა და გაიგე ისიც რა არ არსებობს 90 იქ რომ დარიყავი ამათ ხმას ვერ გაიგებ ესე არის არჩევდებია არჩევდებია არა ერთი ზუსტად ჩუაზე იყო გამოყოფილი ბიჭო რაღაც ამდენი ჩვენც ახლა საქართველოს სიმღერის მეტი არ გესმის არ შერდებიან ამდენი სიმღერა იცოდეს არაფერი არ მინახავს მართლა გეუბნები პირველად ნახე ხო არც ერთ სტადიონს გიჟდები მაქსიმუმ სულ მეგონა რომ ერთხელ მაინც სიმღერებდნენ არა იმდენი ახალი სიმღერა აქვს იმდენი მუჩაჩოები ღერიან არ ჩერდები ორკესტრი ნებისმიერ თამაშზე ეგრეა შენ ნებისმიერზე კი არა ჩვენ ვიყავით საოცრებაზე ჩვენ როგორ თამაშზე ვიყავით იცი იმ რივერის გულშემატკივრებს ვეკითხები მეთქი აი ამიხსენი მეთქი რა გახსოვს რო ვკითხე იმ ტიპებს ამიხსენი ხა აი რა არის მეთქი ეს მეთქი რა ხდება თქო ხა მოედანზე თქო რა და მოკლედ მითხარი თქო გეტყვიო რა დამარცხებულმა უნდა დატოვოს ქალაქი. ბუენოს-აირესი რა. ანუ ვინც წააგებსო, ბოკა რივერი კაც ვინც წააგებსო, ის უნდა წავიდესო. აუ მე ვთხარი გასაგებია ყველაფერი. ერთი ყველაფერი გავიგე. 50 ჩვენ მაინც ვიქნები იმას ბერნაბეუზე ნამყოფი. მაგ თამაშზე რომ დაცვა იყო. აბა. მაგ თამაშზე რომ ისინი აი კორდონები ერთი 4-5 იცი? ხო. აი ეს ცხენოსანი პოლიციელები და ისინი კარაბინიერები და ეს აი ხო იცი როგორც არის ხოლმე რა? მომიჯნავე ქუჩებით იწყება ხოლმე რა 4 კუთხედად შემოხატა. დიეგოს ეს იწყებოდა ხიდაკის სამინისტრო სავლა. ინაღამ გადაგვერია რეპორტაჟის დროს დიეგო. ეს დიეგოს მიყავდა ეგ თამაში? ნიკა. ნიკა. მე ვეღარ აბა ხა ის მაგა კიდე არა მეთქი დიეგო კიდე ერთი ვინმე დიეგო არა ნიკა ხო და ეხა ჩვენთან თბილისში ხო ვეტერანების თამაში იქნება ბარსელონის რა და რამოდენიმე არგენტინელიც შეიძლება ვიხილოთ რა სავიოლან აღმოჩნდა თლაც ისეთი არა ჩვენ რო ვიცით მაგრამ ნუ აგერ სავიოლა ამ იმეებში რა ქვია სორინი შეიძლება ჩამოვიდეს და დინამო სტადიონზე სხვა შორის იქნება ხა კი მოუგეთ იმაში მუმბაიში მოუგეთ ხა ამათ კი
ამხელა უი რა კაი მითხარი ამხელა იმის თორმე ვეტერანებს არც ერთი თამაში არა გაქვთ მოგებული? ვის მე არც ერთი თამაში არ მაქვს ნათამაშები არა, ნუ ეხა შენ არა ხარ ვეტერანები, ვეტერანი ხარ, ჩემ თავზე ხო არ ვიტყვი. ნუ კაი მოგებული საქართველოს. კი მე მოვიგე ვითამაშე და ერთი მოვიგე. ინტერთან წააგეს. პირველი ტაიმი. კიდევ ეხა ბოლო ვისთან შოტის გაცილებაზე ვითამაშე. მოვიგე. შოთის გაცილებაზე მოვიგე. ეგ კონდა ჩვენ იმაში იგი გქონდა რა მე არ მითამაშია და გამოვიდა. აი ეგ მინდა რა გეთქო. გამოვალ თექს უნდა გამოხვიდე. უნდა გამოხვიდე. ეხა რა არის ლაშა რონალდინიო და თელი ამბავი. ეს ამბავი და ამთავრე. ფანტასტიკური. ესე იგი 16-ში სტადიონზე ვართ ყველა. მინდა გულშემატკივრებს უთხრა რომ ის არის რა ქვია. ვაცადოთ 24 საათი თბილისის დინამოს სტადიონზე პირველად არის ეგეთი რამე რა. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხა ბათუმის სტადიონის გავსება არ არის ადვილი საქმე ისეთ წვიმაში, როცა ინტერს რო ვეთამაშეთ, მაგრამ ხა ეს დინამო ორნახევარჯერ დიდია რა ბათუმის სტადიონზე რა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის რონალდინიო გვეყოლება სტუმრად და მე მგონი ახლა აი ეს მუმბაი ხო თქვით ხო ინდოეთში იყო რაღაც თამაში. კიდე 4-5 კაცი დაიმატეს იქ ფრანკ დებური დაემატათ და კოკუ დაემატათ და მოკლედ შეიძლება კაი შემადგენლობა იყო. ბევრად უკეთეს შემადგენლობა ყავდა ბარსელონაში. ლევანისნაირად შენიშნები რო არ გამოგცენ სხვებმა გულშემატკივრობა. არა იმ დღეს უყურე სტატისტიკა და გამიკვირდა ეხა იმიტომ რომ რა ვიცი ტექნიკური ფეხბურთელები არ გვაკლია თქვენ თაობას ვინც ვეტერანებში ხართ უკვე და კეცბამ დაიწყო მწვრთნელობა. აჰა ხო თქვა? რა ჩქარავი პონე სამსახურიო. სად? კეცბამ არცია თქვა. ეგრე ვეტერანები ეს ერთ-ერთი თამაში ახლა მქონდა იმასთან რა ვეტერანებს არ მახსოვს ლატვიასთან თუ მილანის ისენი რო იყვნენ არ მახსოვს. ბოლო ლატვია იყო. წამოვიდა იქიდან კიპრის ნაკრებიდან და ორ კვირაში იყო ეს თამაში. და რა ჩქარავი პონე ახალი სამსახური. კეცბას რა გენიალური იუმორი და კი არა სასწაულს. მოკლედ მე და აჩიმდა შოთი აი კიდე გეუბნები რა. ისეთი ოცნებები ავისრულეთ აი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რომ აი ღმერთს მართლა გეუბნები მადლობა რომ აი ამ არ ვიცი ეს სიყვარული ესეთი აი საიდან არის და რატო არის ამხელა და ნუ ბოლო ეხა ხო არ არის არგენტინა რა არც ყველაზე მაგარი ქვეყანა არ არის ალბათ დედამიწის ზურგზე და არც ყველაზე მაგარი ნაკრები არ აყავს და არც ყველაზე მაგარი ჩემპიონი რა ჩემპიონატია 3 ჩემპიონატია ერთ წელიწადში ხო რა 30 და იმ დღეს ბიძინეს გაუგზავნე რუკაზე თურმე გაცილებით პატარა ჩანს ვიდრე რეალურად ფართობი რო შეადარო სხვა დიდ ქვეყნებთან. ის ფერმერია მაგალითად ბატისტუტა. ხო, მე ფერმერია. სანტა-ფეში ცხოვრობდა და ძალიან დიდი ისამ აქო და რუსეთზე დიდია. და გასაკვირად კაი ინგლისური იცოდა. არც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურიც მაგრად იცის. ბატისტუტა. და მეუთე საიდან მეთქი ესეთი კაი მეთქი. ავსტრალიაში წავედიო ბოლოს. ეს წავიდა ბოლოს ავსტრალიაში. კიდეო და მე შენ ვისი ეს ჩემი შვილებიც კარგად ლაპარაკობენო შენ მაიკა ბატისტუტას გიждდება ახლა თამაშობს მამა მუხლები ბიძინა ძალიან გულისამაჩუყებელია თქვენი ცქერა არგენტინაზე როცა საუბრობთ მაგრამ ეს ფორმატი მაგას ვერ ჩაიტევს ამიტომ სამსაჯო საკითხები გვაქვს სადაო და გასარჩევი და ამ არგენტინის და სანამ დაიწყებდი ალბათ ბევრი ძალიან ჭკვიანი ხალხი გეუბნება რომ შენ რა იცის აი ესე კი არ არის ვერავინ ვერ გაუბედო ჩვენ გაბედო ამიტომ მაგას გაბედო ავში არ ჭირდება მაგას დილობა ჭირდება მეტი კერაფერა და ესე რა იცი ეს უეჭველი პენალი იყო და ძირითადად სუფრაზე ხდება ხოლმე ხო კანონები ისე იცვლება ამ აიფაბში და იმეებში რომ ხანდახან შეიძლება მართლა ვერ დაეციო რა ამ საქმეში იყო და ვერ დაეციო რა ხან წესები იცვლება ხან ის და მე ლევანი მეჩქობება ხოლმე 2 კვირის წინ ეგრე არის ძახტიო შენო წესები შეიცვალა მეთქო 2 კვირაში შეიცვალა რა ადრე 4 წელიწადში ლევანი ისე ნერვიულობ რაღაცა სამი კუთხური ერთი პენალი მოიტანა ანუ ხო ხედავ პიკერას იძახის
0-0 რომ მორჩებაო თამაშიო ან პენალტები დავარტყოთ ან არც ეს ქულა არ დაუწეროთ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს არ გაამეორეს ბაფეს ესე წაიქცა როგორ გავველოდებული ვარ მაგრამ მე არ ვიცოდი იქ არ მისეს პენალტი როგორ აი ხა პირველად ესე უკნიდან პირველად დავინახე ჩემი თავი ეს საკეში ესე ხო არ ვიხედები ხო როგორ გავველოდებული ვარ კაცი გიმალა ვე არ წავედი წავედი და აშკარად ხები მქონდა ხო არსენალი რეალი ლიგას დაუბრუნდეთ რაღაც შეკითხვები იყო ხელზე ხა ბიზინა აბა რეალი ბიზინა რო იძახის რეალის კარში პენალიაო ხაზე ვიყავით მე და ბიზინა და სხვათა შორის ერთი და იგივე ის აზრი გა რომას იძახ ასენსიოს რომ მოხდა ხელზე აი ბიზინა იძახის პენალი მე არ ხელში რო ხდება ადამიანს ხო შენ მაგას იძახი რომ ხელში ეს პენალტი მგონია ეს მომენტი რა ახლოდან იყო ვერ გაწევდა არა მიზეს მაგას არ ვიძახ არა ლევან მაგას მიზია რომ აი ვერსად ვერ გაწევდაო რა არა მაგმის მე სხვა ხელში მოხდა და სხვაგან წავიდა ბურთი პენალტი და კარში მიდიოდა და გოლი არა ესად ხო ის არის რომ თამაშობს თუ არა ხელი გაშლილი არა აქ ხელი არა გაშლილი არა გაშლილი ეგ არ არის აი ესეთ ბუნებრივად არის რა ხელი საწაი თავარ მიზეს ვიტყვი აბა თქვი ხო შემილია ანუ დარტყმა აი რეზიმ დარტყა და მე მაგ ესე აი ესე ვარ რა ესე ხო ხონდა დარტყმული და ესე აქვს რა ხელში რო არ მომხდეს ხდება სად სხეულზე ეგრე კი ვარ ესე რომ მოდის არა მოგითხრა ხა პროექციის გაზდა რა თითულება რა დარტყა რეზიმ ვარ ესე და მაგ ესე ხელი კი არის პროექციის გაზდა არის ხო ანუ თქვენ რასაუბრობთ ხელში რომ მოხვედრო და მხარში მოხვდებოდა და ტანში ხდებოდა ესე ქონდა რა ესე ის ხელი რა ანატომიის კათედრაც არის ფეხბურთში ჩასართავ ხო ეხა გვასწავლეს რაკია აი ვენერას ხელი იმისი რაკია მარსის ფეხი კარგი რა ვენერას სურათი ხო მოვიტანე ამით უფრო მარტივია ნუ ეხა ესე ხურება იყო ხელში ხდებოდა და მე იყო პენალი კაცო შენ რო ხურება დაიწყე მაშინ მინდა მაგალითად შენ რა წესები გვაქვს საქართველოს ჩემპიონატში წლების წინ ერთი სახლის გუნდი აძლევს მეორე გუნდს თამაშს ხო ბალეშიკებმა არ იციან აგინებენ საჭს კუტარს და ცოცხალს საჭმა იცის კესულს ხდება რომ ეს აძლევს რა და იყო ესენი ეცემიან და პატარა სტადიონი ესეთი ბევრი და ამ საჭს აგინებენ რა რომ რატო არ ეხმარება არ აძლევს სუდად საჯობს და რაღაცა და ეს საჯი ჯიგარი 91 წუთზე სახლის თამაში ვინც აძლევს სტუმარს ამათ სასარგებლოდ სახლის სასარგებლოდ დადო პენალი ბაში მოიქონა პენალი მე ვიყავი გვერდით იმ საჯი მაგთავად ხოდა რა გაიცი ხო ჩემი ბრალიო ეხლა გაიტანე გააფრინა იმან და ჩემი ბრალიო კიო აი პენალიო და გაიტანე სადა გადააფრინა სტადიონი ეხლა არ ვიტყვი არც იმას თამაშს არც არა გვარების დასახლება შეგვიძლია ელე გვარი ვიცი ერთი სამიდან ერთი ბონდის პრეზიდენტი ჩამოვიდა და შენ ყოფილხარ ანგელოზია სასკოპის წინ იყო ჩვენ დამატებული ვიყავით მაგრამ აი ეს ჩვენ FIFA-ს კატეგორიის საჯი არის არა ეს ხასთან ლაშა შენ ესე იგი ლაშა კი არის დაფხოცავენ ჩვენი ბრალი იქნება მოიცადე მაგ კართან იყავი თუ მეორეს იმ კართან ზუსტად კვდებოდი სიცილით თუ მაგარი ბიჭი ხარ თუ მაგარი ბიჭი ხარ შეიძლება ჩემი ბრალია და ბურთთან არავინ არ მიდიოდა ხო იცი და ახლა ტაბლო დასაქმერად არავინ არ მიდიოდა არავინ უნდა ეცილები ვის უნდოდა ეს საწყალი ამის მეზობელი ხო იყო კიროვის ბაღის ქართლში მამაჩემს მეგობარი ყავს ვალერ კობახიძე მაგრად თამაშობდა რა ფეხბურთს რა აი მე ხა რაც მინახია უკვე დანებებულზე მინახია მაგრამ აი ყველა იძახის რომ შოთიკაჭეიშვილი ვალერ კობახიძე იმის ვასიკო მიქაშავიძის მამა აი საქართველოს პირველობაზე წარმოიდგინე ფანატები რა დადიოდნენ თამაშებზე რა და ქართლოსას თუნდაც მაგრად უყარდა ისა რა მიქაშავიძე იმიტომ რომ იმას კაი პაციბია ქონდა ფინტები რაღაც ვასკას მამა და ვალერა ძალიან და არა ეძახის თურმე მთელი თამაში რა ის ვალერას რომ მიეცი ეგენი ხო რა დროის მესხი მეტრეველის და პაიჭაძის და აი მაგ თაობების მოყოლებული გულშემატკივრები ყველა გიждდებოდა რომ ამ გარემარბებს ბურთი მიეცი ნუ ხა ეგ იყო მაგათი ფეხბურთი მიეცი მან მოატყიდოს მიეცი ვალერას თურმე ამოვიდა ხელში აკენწრა აიგდო
ახლოში ბროუკასთან ესე ბურთი მიიტანა და აჰა და შენ მიეციო და გადაუგდო ტრიბუნაზე ბურთიო. არ გამიცხარავ საქმე. მიეცი კარგად გაიჩერე ცოტა აკეცო და მიუტანა და აჰა. შენ მიეცი. კარგი, რეინჯერსი ატლეტიკი. არ გაგდება არა რაღაც ჩემი ფავორიტი მომენტია ეს. ცოტა არეულობა იყო იქ პენალი და ანუ აი ვარზეც მივდივარ ვარის გამადა პენალი. ვარის მუშაობაზე მივდივარ. მაგაი გუნდია ეს ატლეტიკო. თან სახში აქ ის ნახეთ. გავიდა გოლი აქ. გავიდა გოლი და ანუ ეხა გულშემატკივარი ფიქრობს რომ პენალი რა თმიდოდა ეხა გოლი გავიდა ხო დაუშვა და პენალზე არ იყო. პენალზე ხო რატომ წავიდა გოლი არის თუ არა. ჯერ ამოწმებენ გოლს, ანუ გოლი ყველა გოლს ამოწმებენ. ვით, მე იმას უყურებდი ლიონს და აწერს რომ ის არის გოლ ჩეკინგს წერენ. უყურე აქ არაფერი არ არის, მაგრამ აი აქ არის თამაშგარი. მეკარე გამოსულია. გარეთ არის და ერთი მცველით არის მარტო. ერთი ფეხბურთელი ჩება უკან. ეს გარეთ არის გასული. ნახევარი უკვე თამაშგარეშია ეს. ხო, ანუ ასხლეტით რომ მიდის თავი თანაგულდეთან ის უკვე თამაშგარე. შეამოწმეს გოლჩეკი დაიწერა ჯერ. და თქვენს რომ გოლი არ არისო. ხო, ჩათვალეს რომ თამაშგარეა, მაგრამ მე ბოლო კაცად ამას თვლით თუ გადასულს. ამას. ის გადასულია. ის გადასულია. რა არა, მეკარე და ის არის. მეკარე ფეხი უდგას მოედანში და. მოედანში არა, ის არა, მეკარე რო არის, აი კიდე მეკარე რო არის წინ გამოსული. ის რჩება უკვე ერთ რჩება ერთად ორი არ რჩება ერთი. ხო და ერთი გარეთ დგას თქო და ერთი გადასული მე რო გადავიდა რა. გადასული არა, ის მერე გადადის. ერთი წუთი აი აი თამაშგარეა დარტყმის მომენტში ნახე. აი მიცა აი ეს უკვე აი ეს არის თამაშგარი. როგორ არის? ნახევარი ის მარტო მეკარე აღარ ითვლება. ხო ხაზზე რო ხაზზე დგას. ეხა რეინჯერსის ატლეტიკოს სასარგებლოდ არის ეს გადაწყვეტილი. არა, ატლეტიკოს გოლი არ ჩაუტვალეს. პირიქით არ უთვლი. და ეხა უკვე გოლი რო არ შეუძლიათ რომ საერთოდ არ ჩაუტვალო და პლუს უპოვეს პენალტი ეხა ხო. და ეხა ეს ხო ნახეს. მეორე გადამოწმება წავიდა პენალტი. პენალზე, ანუ ეს ნახეს და არის თამაშგარე და მე ცოტა გადმოახვეს და დაინახეს პენალი. ეს ხელია და რეალის ხელი არ არის ხელი? არაფერი არ შეუძლია. ეს ძალიან დიდი სხვაობაა ეხა რას იძახი ხა. რა არ შეუძლია? ეს აგდებს ბიჭო. ნახევარი საათი მოდის ბურთი და ხელით აჩერებს. ეს აგდებს აღარ ეგ. ვინ როგორ ვინ აჩერებს? რეინჯერსის აჩერებს. ლევან ეს უშლის. ხო, ჩამოიღო და აცილა ბურთი. იმაკაშიო დაარტყა და ხელში მოხდა არ შეუძლია. ბურთი იქით მიდიოდა. ძალიან დიდი სხვაობაა. ამიტომ ხელში რომ მოხდება ეს ამაზე იძახით უშლისო. მარტივად და არაფერზე აღარ იძახებ და აღარ დაიწყება რომ იცი ამან ისქენა ხელზე მოხვედრია რე. არაფერი არ მოხვედრია საერთოდ. ვაი ნახე. ხელში ხვდება ეხლა და აქ გადამწყვეტი ჩემი აზრით ეხლა მე თავს კი არ და გადამწყვეტი არის ატლეტიკოს ფეხბურთელის მდგომარეობა. რაში შეუშალა იმან ხელი. იქ გადამწყვეტი იყო სად მიდიოდა ეს ბურთი. კი, და ხელის პოზიცია როგორ თანაკაც ის ხელი ეგრე თქვა ეგრე აი ეგრე აი ეს ტიპი გაცილებით ნაკლები ჩხუბი ნახევარი კაცი ჩაკეთ თუ მე იყოს გინდა კიდე მაინც თამაშგარეა. მაინც თამაშგარი მეკარის უკან. იწება ინტერპრეტაცია და უბრალოდ აბნევს. ერთი და იგივე. მეკარე აბნევს მაყურებელს, რომ მეკარე 5000 მოკაცია. მე იმიტომ რომ მე ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ერთი და იგივე სიტუაციას ორი სხვადასხვა საჯი სხვადასხვანაირად იმაშება რა ქვია. ამიტომ თქვი რომ ხელი არის დადე პენალტი. შედარებით მარტივად იქნება. კარგი, მივიდეთ პარიზის თამაშიც იყო, ქუჩას აქცევა იყო ორჯერ, იქ კიდე ხელის ეპიზოდი და ნახოთ ის. ქუჩას აქცევა საბოლოოდ პენალტი დანიშნეს მოკლედ. რო დაწოლილი იყო მიცემდნენ. ხო არა მაგას ჩავთოთ ახლა ქუჩას ეპიზოდები ის ნაღდი პენალი იქნებოდა როდაც დავარნილი რატო წაიქცა მე გამეორებაში აჩვენეს ანუ კონტაქტი არა იმან უცებ გამოუწია ფეხი იგზნო ხო იმან იგზნო რომ ეს აიქცევა და ფეხი ამან კონტაქტი რომ ვერ იგზნო იმიტომ წამოხდა მე გასაგზელებლად რა აი ნახე რას აკეთებს ანუ კონტაქტი რო ეგზო ეხლა იყო ისე ეს ეგეთები გაუფორმებია ჩვენიურად გააკეთებდა მარტო ის ხვიჩას ბურთი კი პუტყია მაგრამ შეეძლო რომ აეღო ისე უბრალოდ ბრალდება ეგეთი ბურთი მეკარეს რა არა უყურე
აი გამოუწია ნახე მოასწრო გამოწევად ამას დაწყებული ქონდა უკვე ფეხი ნაპოვნი ხო ნაპოვნი ქონდა ფეხი და იმა ფეხი გამოაცა გახია ის მარცხენათი ხუჩა აი გახია და ორივე ფეხი მიყავს არა ხო იმაში შენ კუთხეში გაშვებ გოლს გაბრალებენ რა მეკარეს სულ რა მე ვარ მაინც ურტყავს არა რა სულ და აი ეს არაფერი არ არის კონტაქტი. არ უთხოვ შენ. არ არის კონტაქტი. იმიტომ ადგა უცებ რა. ეხა კონტაქტი ხო იცი ფეხი რო ნაპოვნი გაგდა. ხო უნდა იგზნო რა კონტაქტი რო კარგად პენალი გააკეთო. კაი, კიდე გოჩვენა. მანამდე ხელი. გოჩვენა? ამის მერე ხელი იყო მახსოვს. აი საყრდენი, არა საყრდენი ეს სულ დავა ამაზე და ხო ეს ვერ გავიგეს. ძალიან ჩქარა გავიგე. ამიტომაც იხილეთ ჩემი წინა რაღაცა მინიმალური ამა რა პაცივია გაუგეთა რა აბა ისერი მოატეხა იმან აი ხლა ესეთი ხელი ვინისიუსის ერთი ეპიზოდზე ქონდა კი ამ ხელზე რო საჩხვარ წაიღებს საყრდენ ხელზე ნუ უკვე პრაქტიკულად 100-დან 100 იმაშვებიან აი ამას იძახიან რომ არაო ანუ ვთქვათო რომ ესეც ხელიაო რა იმიტომ რომ ამაზე ყველა იძახის რომ არ არის მე მითხრა რომ წერი რომ საყრდენი არის ეს კი წერია კი წერია მაგრამ ჩემი წინა გამოსვლა ვინისიუსის ეპიზოდდა მოხდა დადეთ პენალტი ამ ეპიზოდში კი ანუ სხვაობა არის მაინც ანუ რატოა სხვაობა გეტყვი დრო აქვს ხელის გაწევის აი ხა იქნება ესე თუ გინდა რომ ძალიან ბევრი ზახი ერთი წუთი ვათქმე არა არ გაქვს სხვა ინტერპრეტაციის საშუალება მაგას გიტოვებს თანამედროვე წესები და მსჯელობს სხვა გამოსავალი ან უნდა მიცე ან არ მიცე ეხლა უეჭველი პენალია მოტყულებული კაცი რომ უნდა გავშიო გასტრიალებული ხელით გინდა საყრდენი ხელი და პენალი ამარ გინდა ზიდი კედელი და მაგრამ მე ვფიქრობ რომ არის მაგრამ არ ნიშნავენ გავიგე რომ არ ნიშნავენ როდის არ ნიშნავენ უმეტეს შემთხვევაში არ ნიშნავენ მაგრამ იმას არ ნიშნავს ეს სწორია ანუ საყრდენი ხელი აი კონკრეტულად წერია მაგრამ ეს რატომ არ არის ხო საყრდენი რომ ხანდახან არ არის როგორ არა ეს საჯმა უნდა განსაზღვროს გამიგე აი ინტერპრეტაციები რო რჩება მაგას ცოტა ანუ რა ხრელები არ ვარ ეხლა თუ დაუკვირდებით ამ ეპიზოდს ხო თუ ფეხბურთელს დრო აქვს ხელის არიდების და ამას არ აკეთებს და იმიტომ რომ იცის რომ ცოტა ეშმაკურად რომ მოდი ამას საყრდენია დავტოვებ რა და მეკარესავით აი გამოვაცლი ბურთს და წაიქცეს ნუ დაეყრდნობა ამ ხელს მაშინ ეს არის დარღვევა მაგრამ თუ აი არის მომენტები მაგალითად ეხა ყველა მომენტს ვერ ამოჭი რომ უფრო კაისანა აი იმ წაქცევის მომენტში ხარ რა და ინსტინქტურად ეხა თავით ხوار წაიქცევი ინსტინქტურად ხელი მიგაქ რა რომ ხელით ხო და აი ზუსტად დადებ გოლს ვაგდებ ბიჭი დადებ როგორი ეგეთ იმას აკეთებს ხო როგორი დებატები მაქვს იცი მოსმენილი რომ ფეხბურთელებმაო ვინაიდან ესო უკვე არისო დაიწყეს დაამუღამეს ეგრე დაამუღამესო და აი ეს ერთი მისრიალებს რაც შიგნით მოხდება ყველაფერს ბევრი უკვე ამას აკეთებს არის ხარქვი ხო არის ხაზე რომ იყოს ეს იმას აყენებს ხო და ვიღაცამ კარიდა რომ გამოიტანოს ხო და აი არ არის მაგას მე ერთ-ერთი мотивация ჩემი რატომ უფრო ყველაფერზე დანიშნე ხო ინტერპრეტაციის საშუალება როცა არის ხო იქ არის მე სიტუაციაზე ზუსტად ერთ-ერთი სიტუაციაზე ორი სხვა მსაჯი ნიშნავს სხვა რაღაცას რა ამას ვიღაცა დანიშნავს ვიღაცა არ დანიშნავს ეგრეა ზუსტად ბიძინა და ორივე მართალი იქნება ეგ ყველაფერი ეგრე მარტივი გადაწყვეტი რომ როგორც ჩვენი იურისტები იძახიან რომ კანონის წაკითხვის მრავალი ინტერპრეტაცია არის აი ესეთ გეხარ ხო და მოხდა ხელში ხوار დანიშნო უეჭველი ხელია რა ან სახეზე ვიფარე ასტენკაში გეხარ შიგნით ხო და აი გიფარია იმაზე აი ურტყავს სალასარი რა აგრევს ყველაფერს გეშინია საფეჭრო ესე გაგხელი მოხდა ხელია უეჭველი ხელში ხდება რა ხელს გაწევ სახე აღარ გექნება ან მუცელი აღარ გექნება ესე ხდება ხელში ამ ხელს ვერ დანიშნავს რა აი ესე დგას ადამიანი რა აი კარი პროექცია გვერდიდან ხომ არა ესე თუ აკეთებს კი არა ესეც არ არის აი ესე არ მაგეთი ადვილი იყოს აი ადვილი რო არ არის მე არაფერი სალაპარაკო არა ადვილი რო იყოს იქნებოდა დანიშნული გასაგებია რო იძლევს რომ ამოდიოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 65 კამერით იღებენ ცაში და დრონებით და იმეებით ნუ ფაქტიურად ხალხი პირზე ხელს იფარებს რომ
არ გაიგოს რა უთხრა იქა რა პუტა უთხრა თუ ისა მარადონას გოლი ვერ ნახეს კამერაზე ხედით რომ შეავდა წარმოვიდგინეთ ეხლა ისეთი ის არის რომ აქვთ იმედი რომ აი ამ რაღაცა სკრუპულოზური ამ რაღაცა კარგი რა ეხლა მიდილი რომ აქეთა გაგდა ამ დროს თავით რო გოლს აგდებ ხო რაშვაში ეხლა და მთელი ტანი რო ის ტიპი შენზე წინ არის და პროსტა რომ აი ესი ამის გულს ხო ბევრი რამეზე შეიძლება ვიკამათოთ მაგრამ რახან რთულია ეს ყველაფერი რაღაც დროს მეც ხო არ მაგის მონაწილე რა რაღაცა სადაც კომიტეტში სადაც მუშაობდია ეს ბარათები რო შემოდა ეგრე მოდიოდა კოლინა და აი ეს ყველა იმის მომენტის აი სადავო მომენტის გარჩევა ერთი როგორი მომენტი იყო იცი პენალი იყო ხო და პენალამდე ვერ შეამჩნიეს რომ გაფუჭებული იყო პენალის წინ ოდნავ გაფუჭებული იყო ისა რა გასარტყმენ წერტილი ის ადგილი ხო გამოსცელა და წაკრა რა იმას ვაფშე ბურთს სხვაგან წავიდა რა და წარმოიდგინე ხა პერებიტი როგორ არის გამორება უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს რა ამ დროს ხო არის რომ მიდიხარ და ხო ასწორე იქ თუ გამოგჩა შეიძლება სხვაგან წავიდეს ბურთი ეხა რო პენალი დაარტყა იმან და თურმე მესისაც მოგვთაო იმაზეო სოფლიოს ხო ავსტრალიას ორჯერ ხო ფეხში მოიწა ხულიონ ალვარესმა რო პენალი რო არ ჩაუთვალეს ხო ეს რო არ იყოს შეიძლება ეხა მე და შენ ვთქვათ რომ აი ეხა რა კრეტინობა გამოვიდა დავარტყი პენალი წამკრა ფეხზე მე რა რო წამკრა მეც ეგრე მგონია რომ არაფერი მაგრამ თუ დაწერ ჩანს ხელს მოაწერ რომ თანახმა ხარ და მე კამერა მაგას შეხედავს მე იძახე ხა შენ ეგრე ისიც არ არის სიჩქარის გადაჭარბებაზეც არ უნდა მიდიოდე ციხეში მაგრამ სადღაც რომელიღაცა ქვეყანაში მიდიხარ რა და ხო ხუჩას თამაშგარეზეს ეხა გავიგე უკან მოდიოდა რაღაცა ფეხი ჩარჩა მაგრამ წესი ეგეთია და ლივერპულთან ვიძახ ეგეც გაჩვენე და კარგი საპენალტე ისე ხუჩაზე აქაც რაღაც გაშლილი ხელი თორე დრო უკვე ზოგი დებს ზოგი არ დებს მოედნის ცენტრში ამაზე ყვითელსაც აძლევენ ზოგი თუმცა პენალტისთვის მაინც ხო ისეთია რა აი გამეორებაზე ჩანს ხო ნუ ამაზე ხელი გაშლილი გძნობს ეს დამცველი ხო ეს განზრახარგონია რომ არ გძნობს ესე რო აკეთებს იმან იცის რომ ის მორბის ეს არის პენალტი ხუჩა თუ ბარკოლა შეიძლება ზუსტად არის ის მაგრამ ვიღაცა რომ ეპარება ვიღაცა და ამ ხელს რომ არა ეს ხელის განზრახაა ეს განზრახაა ხელის რაშვაში ხე მაგთავაზი ჩვენ რომ ვილაპარაკეთ ხო დადებდით მაგრამ მე ტყუილა არ მithქვია მოედნის ცენტრში ამაზე ყვითელს აძლევენ თქო რამდენი გინახავთ ესე იდავ მაგრამ შეტევაში თუ გარბის და ბევრი პენალს ერიდება მაინც რა ანგარიშები თქვით რა იქნება ლიგაზე ვისი ანგარიში მეგრო ვიცოდეთ არა ნუ ნუ არა მე მაინც ველოდები რაღაცას მაგრამ არა ყველა კითხეთ ძალიან გამოკვეთილია მე სამიც უკრაინიდან კამერა ძალიან ცუდად ცოტა ხანი დამსვი ლევანი და დამთავრდება თან ეს გულიანად მინდა რომ დავპატიჟო ხალხი იმაზე რა ქვია მეუნებოდა ეს კეპი რომ მოგვიყვება დაჭეკი მაგეთიო აი ხო გითხარი კეპი ხო შეიძლება დაპატიჟო უნდა დავამთავრო თორე გამოგთავენ ეთერიდან შუქ ჩაგვიქრო კი ბატონო ძალიან არ მესიამულა კი ბატონო დიდი მადლობა უნდა უთხრა ჩვენ ლევანდოს სტუმრებს ძალიან კარგი საინტერესო და გასავალია ხალისენი გადაცემა იყო სხვანაირის არც ველოდით და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ პარასკევს. გაგაბზანდებოდეთ. დიდი მადლობა თქვენ.